მოგესალმებით მეგობრებო, შეესწრეთ რომ ლაპარაკი მოხდეს, მე და რაღაც საქმეა, შეიძლება შენ დაიწყო ეს გადაცემა. როგორ გიკითხეთ მეგობრებო, ჩვენ ვართ მოსულები აქვს, ყველა კარგ ხასიათზე ვართ. არაჩვეულებრივზე. მაიმარკეტზე რა ნახე? მიკროფონს არ აცდებ, თავარია. ძალიან ისე არის პოზირება. სირთულე. თქვენ ძველი ნაცნობები ხარ თუ? არა, მაგრამ ის კომფორტულად ვიგზნე თავიც, არა, არ უნდა ვიგზნო? არა, კი. მე რატო შევხვდა ხუი? არა, რა, ავტომატურია ბავშვი. ბახარა უხერხულში ვარდება, აქეთ რო არ შეუულია გაგიხსნას ხუმრობა, მე შენ ეგეთი ადამიანი გახსნილი გვაქვს. მე არ შემიძლია რომ გეხუმრო. რატო? პატარა რადგან. მე მითხარი, თუ რამეს გიტყვეს არიან ადამიანები, ვის მიმართაც არ შემიძლია რომ რაღაცა თქვა რა. ბოდიში არ მინდა და უბრალოდ რაზე ავტომატურად ხუინა რო არ თქვა მე თვითონ მიტყვა. ბაზარია რა. დღეს ხანდახან გაგიცნობს ხალხი, იმიტომ რომ კომენტარებში სულ გიწერენ ხოლმე რომ რა ლამაზი არ შეიძლება რომ ესეთი ოჯახის შვილი ცუდი იყოს, თვითონაც რა კარგი ბავშვი გამოვიდა. მე ცუდი რომ წოვარ. დღეს დაიღო. ეგ ყველაფერი როგორც კი ხუინა მატაკე პირველივე წუთებზე. არა, ჩვენ არაფერი, კაცო, ჩვენ არ ვართ ჯაჯმენტალ ხალხი, უბრალოდ. ჩვენი ჯაჯზე სუის გოგო მახსენდება. იმას უთხარი ხუინა და იმას ჯობია შესთავაზო რა ქნებ. ადეს მე მას. ბიჭო, შენ. მადლობა. მიყვარს. მეც კოკოსი მიყვარს. ის კიბოსკისერი არ მინდა. ამას შევიდა. ხო და როგორ მოგმართოთ? ნანა. უბრალოდ ნანა? ნანა. ნანიკოი? არა. ჩვენ თომარია ნანიკოი. არა, ნანა, მართ ძალიან მართ ხო და ნანა. და ზედმეტსახელი არა. ნანა, ბავშვში მიტყდებოდა რა იმეგონა რა ჩემ მეგობრები კონტაქტებში ჩემ ნომერს ის საყვარელად როგორ აი მარიკო და რაღაცებს ვეწერა, რა ნანა. არ მიხდაი ვერ ავყევ. ეგ ხო გადავლახეთ ქართულმა სახელის კომპლექსი. ძალიან ნუ ხა მე და შენ ისეთ სახელი ქვია წინვალე და არ ნანაც არის წინვალე. კი, მე და გაგა ქრისტიანეთ ყველა და ჯერ კაროჩე ჩემ არ უხდება ჩემი აზრით. მე გაგა ქრისტიანეთ. ნინომ გამა ქრისტიანა მე და მე ჩემი ქმარი თეიმურაზი მეფე ქრისტიანა და თქვენ გაქრისტიანა. ეგ კითხულობს ციგნეს მეტყვი. დედოფალია. დედოფალი ნანა. კი ბატონო. ეგ კითხულობს ციგნეს. როგორ ხარ აბა რა ხდება ტელევიზიაში მუშაობდი მე არ ვიცოდი სხვათა შორის იმ გადაცემის წამყვანი თუ შენ სიყავი არა და ნანახი მაქვს ეგ ეპიზოდი მახარ რომ ყავდათ თან სახელი თან ნანახი აქვს ეგ იყო ჩემი პირველი ჯობი რა სკოლა ჰაი სკულში ვიყავი 17 წლის ხომ დათუგულია ისე სიბერე შემომეყარა და ეგრევე დინახუი მომხვდა თან თარყიანებისგან მომხვდა რატო მაგრამ ტელევიზია სხვა თემა რა გისტორდება იმიტომ რომ არაფერი შენი დაწერილი არაფერი არ არის და ის ხუის რაღაც სკრიპტს რო მიყვები არასწორად და თუ ძალიან დასკრიპტული ერთი წამი ეხა ნუ კაი გავიგეთ ნუ რა არის ვერ გავიგე აქედანაც გითხრა მეც თუ ოპეტურება არ გააფრაზოთ ხო ძალიან დასკრიპტული იყო ეგ გადაცემა არ ყველა გადაცემა დასკრიპტულია და ბავშვი ხუთ ბავშვი რო არის წამყვანი გადაცემაში მე ასაც არა ჩემი აზრით მე და ის გოგო გიორგის მარიამ ძმა ჩვენი ძმა მე უნდა გიორგის შვილი ხო არჩილას მახარასაც ქონდა გადაცემა თავისი ერთ-ერთ არხზე და არაფერი დასკრიპტული არ იყო იქ ძალიან თავისუფალი რა არხზე თუ მოვაწყო YouTube-ზეც დევს ეგ ვიდეო ნახე მიტრაკეთა რა მე მეგონა რომ ახარას ვიდეოს რომ ნახავდი ტელევიზიაში ძალიან ოფიციალური იყო და ამის ცხენოდა და თორმე ამაზე უარეს რაღაცებს ასე აკაკეთებს ტელევიზიაში შვებოდა და მე მგონი რომ ძალიან ბუნებრივი იყო რა მაგრამ მე არ დარჩენილები არიან ტელევიზორში მე ტელევიზორში არ დავრჩი წამყვანად იმიტომ რომ იქაც ახალ რაღაცას შემოვიტანდი მახარა მე როგორ მოგბაძავდნენ ჩვეულებრივად სუმა ვიწყდება ხოლმე ისა რომელი არხი იყო STV სტუდენტური არც გამიგია სხვა თაობა ვარ შენ ფორმულა წლის ახლა რა სხვა თაობა დადნა მაგრამ 22-ის მე რა სხვა თაობა რა STV არ ვიცი 22 წლის ხარ 8 წლის წინ მიყავდა გადაცემა აბანო იტყო აბანო ხელფასი ამდენი ქონდა 1000 რაღაცა 1000 რაღაცა მე მქონია ტელევიზიაში პირველი სამსახურისთვის ძალიან მაგარი იყო და მიდი რა არა ბუფეტში ვჭამდი რაღაცებს და იქ რა დედა ყველა ტელევიზიაში ბიჭო კი ის ვენდინგ მაშინიც მაგარი ძვირია ცელფულს იქტოვდი ხოლმე მე რამდენ ტელევიზიაში მუშაობდი იქ იყო ხოლმე ნისიაც და ნეტა დავიგინები რომ ხელფასის ნახევარს ბოლოში ესე იდგა ხოლმე ხელფასების ოთახში ის ბუფეტში კი ხალი ღმერთმაც ხოლმე სიმისილი ასმათი და ცირას სულიც ორივე დაიღუპა კაი რა იქ იდგნენ ხოლმე და მას უსაყვარლესი ხალხი იყო რა ცირა და ასმათი და აი იქ იდგნენ ხოლმე და
გორის მეძახდნენ ხოლმე მაშინ და გორი მოდი აქ თან უხერხულებოდა ხოლმე ბევრი მქონდა რახით შედამპალო ამდენიო 700 ლარს ტოვებდი ხოლმე ალა ვსვავდი ბუფეტში ლუკას რამდენი ქონდა ლუკას ლუკას ამდენი ლუკას ქონდა სადღაც 2-მდე პიცოტ მეც აღარ წაიგრა შეიძლება მას შენ ნაკლები რატო ქონდა ამ აცარა იყო ის პატარა სულ მე რამდენი მქონდა 1000 და 2000 შორის იყო რა ანუ 1500 1000 და 2000 შორის 1500-ია ზუსტად yes შეხო кай ხელფასი ქონდა თუ მან არ ქონდა არაფერი ალბათ სტაჟიორი არ იყავი არა შეჭამ ბულკის ფულს მქონდა ხოლმე რო ყიდულობდი მოჯი ფული ვეუბნე ბიჭო ხომ მუშაობ თუ ფასო და გვაჭამე ეს დედაული მე აქ გავღატაკდი სანამ აქამდე მოვედი 50 ლარი ტაქსიში ჩავდეტო შენ ვერელი ხარ გეტყობა ლაპარაკს ტოზე შენ უბნელები ვართ იცი სხვა შენ გორელებმა უფრო გავითვალე უბნელები ვართ მედეში ვიდრე ოღონდ იმას ვაფშე ეთყობა ვერელია და შენ გეტყვა ოღონდ შენ ის ახარ პერიგროკაში გადასული და ეს ვერელობა ანუ მაგდანი არის ზედმეტად ვერელი ხარ რა overacting-ი ცოტა ინგლისური სიტყვებით უნდა პერეიგროვკა და ძალიან კარგი ის გაცვია კალაპის ის ვენეცუელის პრეზიდენტს ვინდოდა გავქონა მადუროები არის ხო მადუროებია მეც გეტყვით ჩემ ხელფას მე მუშავდი იმედში აი კაირო იყო იმედი მაგ დროს ორშაბათიდან პარასკევამდე ყოველ დილით პროგრამაში ვიყავი ანუ რის ნახევარზე უკვე ვიჯექი ფული 900 ლარი მქონდა ხელფასი შიქორა რომელი წელია? მქონდა 2015-დან 17-მდე ტელევიზიაში მქონდა 3000-ზე ნაკლები არასდროს მქონია ხელფასი აჩიკო მისის ჩემი სამუშაო გრაფიკი როგორია ორ სამსახურში მუშაობდი არ მეძინა ღამე მართლა იმიტომ რომ იყო დღეები 2 საათი მეძინა მე გორიდან და 1500 ლარი მქონდა ჯამში რა ესე რომ და როგორი გაცემა იყო რაზე იყო იმედის დილა იყო რა ანუ დილის პროგრამა და სპორტი მყავდა მე აი გორის ავტობუსიდან ფეხი რომ გადმოდგე დავეცი ეგრევე 3000 ლარი ხელფასი დავეცი მართლა გეუბნები კაიო მე პირველი დიდი ხელფასი ამ პოდკასტში აუ ბაზარია რა ბაზარია რა არ მათქმა მინდო რამდენს მაძლევდი ბიჭო მაგაზე მეტი მაინც 100 ლარით მეც მაძლევდა გამოგიქვით შეჩემა უფასოდ რო იყავი აქ ნაჯუგარია ხელი ხელს ბანს გიორგი კალა რამდენი ხანი იყავი მაგ ხელფასზე 900 ლარზე 900 ლარი წელი თითქმის 2 წელი და ეხა შეკითხო მაგ გიცდია თუ არა ოდესმე გიფიქრია თუ არა შევალ უფროსთან ეხა და ვთხოვ რომ აი ხო დავიმსახურე ერთადერთი რაც მინდოდა უფროსთან რომ შევიდოდი იყო რომ აქედან გამიშვით იმიტომ რომ ანუ გაზრდითაც არ მინდოდა მან მუშაობა ისეთი კოშმარული რეჟიმი იყო რა აუ შენ და არავის ანუ სხვებსაც არ ქონდათ ბევრი რა შენ ახლა ის სახელი გიორგი იუთუბარში რა მე იმას ვეუბნები არა იჯვენო წინას გაჯვი ჩემ გადაცემაში რა რაზე მაჯვი ხიზა რო აყავე გეიმინგი მე რომ პატრონზე გადავაგდო და შენ რო შეხვედი და გეიმინგი ქართული თამაშები გამოდის გიორგი კალატოზზე მაცადე აი და იგივე პოდკასტი რო დაიწყეთ თავიდანვე გააძრეთ ხელფასები თუ იპახავთ ანუ ინბაუნდზე იყავით თუ აუთბაუნდზე ეხლა მე რო ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ანუ შიგა გააკო თუ რომელი მე ჩავშლი მართლა მაინტერესებს მართლა და შენ კარგზე იყავი არა მე ვაფშე არ მქონდა მე არ მქონდა გაჩვენე მე საერთოდ არ მქონდა ხელფასი კაი შენ სარელი ენთუზიაზმი იყავ არა ენთუზიაზმი არა ჩვენ პროექტი გადავიწყო რომ ბევრი მაყუთი არ გქონოდა რა მართლა დავიგინები რომ მოშნათ მაყუთი თუ არა ტრაქს არ გავანძრევთ რა მაგრამ თუ გავანძრიეთ მაგრამ რა იმას დაგვიდასტურეს ბონუს ეპიზოდის ბიუჯეტი პოდკასტს უყურეთ რა ბონუს ეპიზოდის ბიუჯეტი დადასტურდა სუპერ ლიმინარი ეხლა გამახსენდა შენ არხზე რა ძალიან გამისწორდა დღინახევარში დავხურე ძალიან გამისწორდა და მაგის სტრიმი მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ეგ დახურული მაქვს და ჩვენ ბებრები რაღაცებს არა არა ის მაგრამ მე კაია შეგარგო ბებერო მაიმარკეთ ზასწებდი ეგ მithod ბოდიში ეხლა მოგახსენეთ მე გავაკეთე გეიმინგ ჩენელი და თამაშები ძალიან მიყვარს რა და აჩიკოს არა ნახე დოტა და ვალორანტი და რაც FIFA მარტო თამაში ვიცი ხო აი მე მიყვარს სტორი თხრობა რა ანუ ამბის თხრობა მიყვარს სტორიტელინგი თქვი ვიცი სტორიტელინგი ძალიან მიყვარს და რაღაც ამბის თხრობა აი თან გეიმინგს ძალიან კრეატიული თხრობა აქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებაა და აჩიკოს ურჩიე ერთ-ერთი თამაში ლოგიკური აჩიკო ჭკვიანი ბიჭია დღენახევარში დაუხურავს ოპტიკურ ილუზიაზე სუპერ ლიმინალი და აჩი თუ გინდა კიდევ აუცილებლად გირჩევ სია ანუ უკავს მოუწამლე ნახე ერთხელ რა ადამიანს ურჩევ რაღაცას და მოეწონება რა შეეხება მაიმარკეტზე რას ვეძებდი ხო ეს იყო ცხენი არა ცხენის ფასები მაინტერესებს რა ღირს გინდა შეჩემა მართლა აი ცხენი
აი მინდა ჯერ რო რანჩო უნდა მოვხოდო რა რაღაცა რომ აუ მაგარი მე რო გამიზლოს 120 კილოიან კაცს ეგეთი ცხენი ჩამოგიყვანო დედის პრინცი კარლაინს აქ ეგეთ ჰორსლაინი ყავს რამე არა მართლა გეუბნები ყავს ცხენები რა არა მე თელი მუღამი რა არის რა უპასუხისმგებლოდ თქვა რომ მოიქცე არა ცხენს აუცილებლად ძალიან ბინძური რა ღირდა ცხენი იმიტომ რომ მე ვიცი ვიღაც ხეთებს ხოველები ყავდათ რაღაც სახში და ვერ მოუარეს ცხენია ბინძური ხო რა ბონჩი არა ცხოველები კი ფრინველებიც ყავდათ ჩეჩემა და ფრინველებიც ყავდათ ხო ჩეჩემა და ისეთი სოციალური ცხოველი ყოფილა რომ ყოველდღიურად უნდა რომ რაღაცა კონტაქტი მანეში და გქონდეს რაღაცა არა ყოველ მიყავს იმენა ერთი თუ არ ნაცვლად. მიაჯე ხო ყავს ბიჭებს ცოტნეს და დალებს ხო იმასთან ერთად ხო და არა მე მე მივხვდი რომ ასაკში რომ შევალ ძირს აუცილებლად მეყოლება ცხენი გიორგი რამდენ მე მგონი უკვე ხარ რომელაც აქში ხო ბიჭო მე აი რას გეუბნები მე დამეწყვა მოხუცული რაღაცეები და კაჩალკა რამდენი წლის ხართ 32-ის ორივე ის არის ული რა იყო ან მოწე არაფერი განაგრძო ვის უფრო ეთყობა რომ უფროსია ალბათ ეხა მე აჩ. წვერი აჩი უფროსია ფეხები აქვს შემოდებული და მაგრამ მაგრამ იცი ყველაფერი ვნახე ყველაფერი მაქვს მაგარ არა მაგრამ არა ეგრე აუ კიდე გაგდრო არა ბედნიერების. გავიგე მაგრამ მე ვერ ვიგებ ძალიან დიდარი ხალხი რანაირად კაჩავს მართლა გე აი მარტო თუ აღი ყიდვის ფეტიშებით არა რაზე კაი რა ეს ლაპარაკო გეუბნები კაჩას რა ყველაფერი რო შეგილია აი მაქვს ბიჭო მართლა რანაირად შეიძლება აი მართლა არ მისმის თქო რა ხუმრობის გარშე ვიზახი რანაირად შეიძლება დიდი რაოდენობით ფული რო გაქვს და აი რა ინტერესი რა გაქვს პროსტა არ მისმის რა წიგნს აიკითხა რამეს უყურე სხვანაირად იტანე მარტო გამოლევ რაღაც მომენტში ყიდვებს თუ აი რაღაც საჩუქრები არ არის რა ტიპებს დავაყენებ და აიკითხავენ იმ წიგნს მაგრამ ChatGPT-ს ააკითხებ შენ თუ მაგდენი ფულზეც არ არის შენ თუ დრო გაქვს უკვე იმის რომ რაღაცები აკეთო ჯერ შეგიძლია რომ შენი რაც გევასება ისინი აკეთო მე მეორე ეს მომბეზრდა რატო ანუ აი დახმარება ხალხის რაღაცა აი თუნდაც ხვების ხელის გამართვა ბევრი რაღაცა ეგეც ეგეც არის არის რა ანუ ძალიან მაგარი არ არის არა არის ხო მაგრამ მადლი ხანდახან შენთვისაც ხო გჭირდება რაღაცეები და აი რაღაცა ვერ არა ბიჭო რა მე არ გეუბნები რომ დაეხმარო მიხვიდე და ვიღაცას პური მისცა და ანუ მაგას კი არ არა გეუბნები საშუალო მისცე თვითონ შექმნას ხო ანუ ნიჭიერი ადამიანები რომელსაც რეალიზაციის პოდკასტი საშუალებას დააფინანსე რა აი დიდი ფული ან მოდი გავიცნოთ არა, ეს არის გააფინანსე ნაგები რომელიც კაცი, გირჩევნია რავი აბა ყველაფერი ბეზოსი რაღაცაო გააძრე ცოტა გავიგე აი მე რო ეგრე მივსულყავ გააძრე რა არ მისულხარ თუ რა არა ხო აუ და უგციათ კიდევაც მაგრამ შენ არის ნახე შენ ხო ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ რა წყალი არ გაუვა ხა მაგას ნამდვილად მახარა ძალიან ნიჭიერია მაგრამ აი ხო იყოს შანსი რომ არ გაგმართლებოდა რაღაცაში და ყოფილიყავი ისევ ტელევიზიაში რა ან ტელევიზიაში ვერ ყოფილიყავი მე რა გადამწყვეტი მომენტი იყო აჩიკოს გაცნობა რა კი ბატონო თუნდაც ძალიან საყოველობაა ეხა გული ამეჩუყდა ებს აკეთებთ ჩემი დედა შენ ამბობ ჩვენ კი არა ხო და ნახე მართლა იმ კოლბაში რო ჩასულიყავ სადაც აჩიკო იყო და არ გაგეცნო ხო ვისაც უდით თანამშრომელი ხო ვერ რეალიზდებოდი და რამდენი ადამიანია შენ არის ვისაც აი უნდა რომ გზა გაუყვალოთ უნდა და ნიჭიერ ადამიანებს მისცე გასაკეთებლად ჩვენ პროექტი გვაქვს ხო და კარგია მე კარგ სიამოვნებს კეთება სეზონი დიდი ალბათობით შევიდა მისმა იქნება იმისი კრეატორის და შეგიძლია მიიღო მონაწილეობა თან აი რა არის პრიზი აუ 20000 და კიდე რაღაც აუდიტორია რა ფავორი პრიზი მანდარი აუდიტორია რომელსაც ფავორი პრიზი ვერ ყოველ კვირას გექნება საშუალება მახარას ეურთიერთო YouTube აუდიტორია თუ social აუდიტორია YouTube აუდიტორია YouTube აუდიტორია რთულია ხო მაგას ვამბობ ხო იმიტომ რომ ჩვენ რა დავიწყეთ long format-ს არავინ არ უყურებს და ჩემი მეგობრებიც დავიღეთ რაღაც პრომოთი დაიწყე ხო სტრიპტიზის პრომო არა talent ვიყავი ვიდეოში ხო რაღაც ძალიან მაგით არ დამიწყე ერთი რატო იმიტომ ზუსტად ვიცოდი რომ ეგ არ იქნებოდა რაღაცა სხვა იქნებოდა და ეს იქნებოდა პროსტა ის მოდელობა ის იქნებოდა ჰუკი ხო რაღაც ჰუკი რაც ხო რა თქმა უნდა რომ სტრიპტიზ იქ ვინც გამდის ხოლმე მაგ ვიდეოებში არავინ არ წავს რატო გადაწყვეტ რომ სტრიპტიზ ადგილი მაგითი შენ რა პიროვნებაც ხარ მაგითი რა პიროვნება ვარ უფლება გქონდა რომ მაგითი დაგეწყო საერთოდ რაღაც ეგ არ ვიცი და ხალხსაც გავაგებინოთ იმიტომ რომ რაზეა ლაპარაკი სანამ შემოვიდოდა ქალბატონი ნანუნა სად YouTube-ზე აი სანამ რატო გონია რომ დაგეგმილი იყო რომ არ ვიცი ეგრე ეთყობოდა ეხლა და რაც ეთყობოდა შორიდან იმას გიყვები თუ არ იყო არა მინდა გაგრძელო ხო და სანამ შემოვიდა YouTube-ში მანამდე ძალიან არავულგარული სტრიპტიზის პრომო იყო
არა ბულგარული. არა ბულგარული იყო. ხო. ბულგარული არ ყოფილა. რითიც ერთგვარი ჰუკი გააკეთა, რომ შემოვიდა ინტერნეტ სივრცეში. რა საინტერესო აუდიენცის პერსპექტივა საინტერესო. აბა როგორ იყო? არაფერი, ეგ ჩამოს. ეგ რატო გავაკეთე? აუ რა ვიცი, ის გოგოები საცო პლაჟზე როდებენ ფოტოებს და ვიდეოებს. ვინც გამოგიწერდა მაგის გამო რომ არის გამოწერის პრინციპი. აბა ხო, ჯიგარი ხარ. ის თემა რა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ შევცხოვრებ და ერთი კვირა ვიყავი ჩამოსული, ჩემი მამიდაშვილის ქორწილი იყო და ისე დაემთხვა, რომ ეს პოდკასტის გაჩენა მაგ დღეებში მოხდა და ეს ჯობიც მაგ დღეს გამეჩითა. მე უყურებ როგორც ეგეთ რაღაცებს სამსახურს. ასევე მისის ნაწილი რას თქვი რა შენ ესეთი გოგო და როგორ რატო გაიხადე? იმიტომ რომ ეგ წახვედი. ეგ არის ინსტაგრამზე კუპალნიკის ფოტო არის რომ სარდებია ის მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მომენტში ეგ მაგაზე რომ მე აქეთ გაბრაზებული რა აქამდე სასტომე რატო არ იცოდა რომ ბედი ვარ რა ხო ხდები დავიწყეს რომ არ მოველოდითო შენგან ვარ ესეთი ყოფილხარ მაგრამ გახეთ რომ გავყოლოდი კიდე ხომ არა საერთოდ სხვა რა უნდა გავყოლოდი უბრალოდ ვიდეო იყო მე ხო სტრიპტიზორებას არ უნდა გავყოლოდი გავიგე მაგრამ ჰუკი იდეაში იყო რომ სანამ ქუჩაში ვიღაცებთან ლაპარაკს დაიწყებდა ვიდეოს ჩაწერდი მანამდე უძღოდა მაგარდე გავარდა ეგ ხო ეგ რო გავარდა ამას იწყებ მან შორტის ფორმატში ეს იყო ივენთი იყო და ივენთი კლუბი არის ერთი სადაც აქვს ტრეპ რეპის ივენთები ხო და მოგიყვები ახლა ტრეპ ივენთები აქვს მაგ კლუბის და მაგ პარტი სერიოზზე მე თვითონ დავდივარ იმიტომ რეპი მევსება ტრეპი მევსება და იმ ტიპებმა რომ მითხეს მეთქი ოკეი თქო დედაჩემსაც ეგ ვიდეო მაგამდე გაკეთებული და ჩემ ძალიან ბევრი მეგობარს და ძალიან ჩაოლებრივი პონტი იყო და მეც იმიტომ ჩავთვალე რომ საინტერესო იყო ჩემთვის ჩემი პერსპექტივა და მაინდის ის იყო რომ ეგეთ რაღაცა არასდროს არ გამიკეთებია რავი ახალგაზრდა და ნავარჯიშები და კარგვიძე შეიძლება დელიცხოვრება და შეიძლება ძალიან მალე აღარ ვიყო და why not რა და ჩემთვის მაგას არაფერი არ მოუტანია არც რაღაც audience არც ბევრი ნახვა არც არაფერი არ აქვს არც იყო ეგ ჩამფიქროვა და ჩემი თავის რაღაცნაირად დატესტვა იყო კამერის წინ, რასაც ხშირად ეგრე არ ვაკეთებ ხოლმე რა, ვაფშე სხვა ფორმატებს ვარ შეჩვეული, ვლაპარაკობ ხოლმე რაღაცა. შენი გადაღებული აქვს თუ, დაგეგმე მაგის გადაღება? არა, ივენტს და თურმე, რაღაცამ შეუკვეთა რა რეკლამაც არისო, რაღაც ფაქტი არის. ერთობოდი, უბრალოდ და გადაგიღეს. არა, ბიჭო, გადაღება იყო დაგეგმილი. გადაღება. მიდიხარ და ეგეთი ფორმატია ყველა ვიდეო რო ნახო, ყველა არის კუპალნიკებში ცეკვა. სხვა გამოიყენა ეს ვიდეო თავისი. ოკეი, გასაგებია. სხვა კომერციული ვიდეო იყო. ოკეი, სადაც დავეცი. ნანა კუპალნიკშია. ნანა კუპალნიკშია, მაგრამ დაემთხვა ამ ყველაფერს თქო რა და ის გადასახადი მაგრამ რეალურად კაი გაიჩითა ხე მე არც მახსოვს რომ ეგ რიდინგი იყო. ეგ აუდიტორია ვინც მაგრამ ეგ აუდიტორია არც მოსულა. კუპალნიკში გიყურებს. იმიტომ რომ მეტამოსული იყო თო, მაგრამ ის აუდიტორია ვაჟე ძალიან ბაბულა არის. მაგ აუდიტორიას არ აინტერესებს დიდი ვიდეოების ყურება. ბაზარი არა. მაგრამ ეგ აუდიტორია ისეც არც ჩემთვის საინტერესო აუდიტორია, ძალიან იმ კლუბს რამდენი ფოლოვერი წავს, დაახლოებით იმდენი ნახვა აქვს და ის არის რა, არაფერი მომგებიანი ჩემთვის არ იყო, გარდა ჩემი ეგო ბუსტი იყო. ეხა ეკნება ჩემი. აქედა გადმოსახელდა. ხალხი დასერჭავს ეგრევე. აქედა გადმოსახელდან. ეხლა რას აპირებ, ეხლა სანამ შევიდოდით ეთერში რა, სანამ ჩავრთავდით კამერებს, ლაპარაკობდი რომ შორტ ფორმატი მარტივია, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაითრიეთ, მეც შემხვდა შორტ ვიდეოები, მაგრამ სად უფრო მიგიწევს გული, საქმე და ფული შოვნა ერთია, მაგრამ შენს კომფორტულად საგრძნობ თავს უფრო. იცი რა არის, მაინც თუნდაც პოდკასტი ძალიან ექსპერიმენტია რა, ძალიან ირონიული კონცეფტია, სადაც ჩემი მიზანია რომ მივიდე ტიპებთან, ვისაც არასაჭირო ცნობილი ტიპები იყოს, ეგ მომბეს და რომ ყველა პოდკასტში რომ რაღაც დათრევა, რაღაც საქართველოში 20 ცნობილი ტიპია თუ ეგეც არა, ყველგან აქეთ იგით ხვდებიან, მაგ ლეველებში მოძრაობა მეზარებოდა და ძალიან ნამდვილ ადამიანებთან მიდიოდა და ყველაზე კრისტალი ამ ძალიან ჩვეულებრივ ადამიანებმა მითხრეს, რომელსაც აი ვერისპარკში გამოვიჭირა და ეგ მომწონს და ჩემი თავის ტესტინგი ამ ფორმატში, მაგრამ ის არ არის, რომ ეს ჩემი ენდოლ მიზანია, რომ როგორიც არის. პოდკასტი რატო ურევია მაგ პროექტის? პოდკასტი არ არის. მოკლედ მეც ჯიგარი ხარ. პოდკასტი არის პოდ არსად არ ჩანს. ბროდკასტიც მეტნაკლებად შეგიძლია დაარქვა. რეალურად პოდკასტი არც თქვენ არ ხართ რა. ვაფშე პოდკასტი საიდან მოდის? მგონი პოდ არის personal device-ი, iPod-ი და iPod-ში რომ მოესმინათ, მაგიტო გადმოწერის თემა იყო და თქვენს მომენტ გადაცემა და ბროდკასტი. ვიცი, მაგრამ თუმცა მანქანის მე ბროდკასტად ავღიქვავ პოდკასტს.
ანუ ქუჩაში რა ხდება, მაგის ლაივია რა, ბროდკასტი, ეგ მაგას ნიშნავს, კასტი ზოგადად. ვიდეოი რო დაარქვა. რა დავარქვა? TikTok ვიდეოი. ხო და მეც მაგას ვამბობდი ახლა რომ გონი მომიწევს რომ რილსების ფორმატში ჩავიდეთ თქვენ იმიტომ რომ სპონსორსაც და ყველას და რა უნდა ვაკეთო TikTok-ში პოდკასტი რა გადავიღე TikTok-ზე ბაზარი არა მაგრამ TikTok-ზე ახლა იმების ტრენდების კეთება არაფერს არა ტრენდები რატო short format-ის კუთხით და მაგას ლაპარაკობ Reels-ი და ის არა YouTube-ზე ცოტა არა თაში პოდკასტი არ არის ჩემი აზრით ანუ კი ეს ორი გადაცემა შეგიძლია თავიდან ბოლომდე უყურო მაგრამ ბევრად უფრო სახელისო მგონი ესე რომ ხდება იმიტომ რომ ეს ორწუთიანი ამ ტიპებთან ლაპარაკი თვითონ და ხელს მიწყობს რომ ეგრეც გავაკეთო და ჩემსაც გეტყვი ერთ რაღაცას რომ ხო კი ბატონო short format-ი რა თქმა უნდა საინტერესოა ასევე და გავარდნადია და მარტივად ხდება ხოლმე ნახობის დაგროვება და ასე შემდეგ სპონსორებისთვის საინტერესოა short format-ი საკმაოდ ბევრად არა აი რა თლიანი ვიდეო რო კუთხეში სპონსორი ყავს მესმის რომ სხვანაირი brain washing-ია მაგრამ ბევრად არა ნახე და რატო იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა არის საათი და რაღაც ჭრით ხოლმე ამ გადაცემას და რაღაცებს ჭრით ხოლმე ოღონდ ანუ თუ რა מחარა ადგა და რაღაცა გვითხრა ყველას ეგეთ რაღაცები იჭრება ძირითადად რამხელა პატივია წარმოიდგინე შენ დღევანდელ დაჩქარებულ ეპოქაში სადაც აი short format-ი არის ავანგარდში რომ საათი და 15 და საათი და 20 წუთი და საათ ნახევარი ადამიანები გიყურებენ და გისმენ ანუ სპონსორისთვის იქნება თუ ჩვენთვისაც რა რამდენად მნიშვნელოვანი რამხელა ძალა აქვს აგეთ აუდიტორიას რომელიც მაგდენი ხანი გითმობს დროს და გელოდება და short format-ებს არა აქვთ რა ანუ არც მოლოდინის მომენტი არ აქვს ის არის უბრალოდ scroll-ავს ხო და შენ შეხვდები მაგრამ ანუ კი შეიძლება ბევრი რაღაცა მაგანაც მოგცეს მაგრამ აი ამას ამ YouTube-ს და long term-ს აქვს ძალიან ბევრი ისეთი ბენეფიტი რომელიც short format-ს არ აქვს. ასე რომ თუ მე მოიფიქრებ რომ long content-ში ჩემი თავი არ წარმომიდგენია ინტერვიუ აი ეს აღარ შემიძლია რა. აი შენ არის ბევრია ყველა დადის და რაღაცებს ეკითხა ბევრი ფორმატია. მაგას ვამბობ და მაგრამ ჯერ შენ თქვი თუ ჯერ მე ვთქვი? შენ თქვი. მე იმას ვამბობ რომ YouTube-ზე ანუ long form-ს რამე თუ წარმომიდგენია ოდესმე არის რომ მე რაღაც წინასწარ რაღაც ნამუშევარ იდეებზე ან რაღაცა წავიკითხე ანუ ეგეთი ურთიერთობა მე და კამერა წარმომიდგენია რა აი პოდკასტი მაგიტო არ გამოდის YouTube-ზე ყველას ეზარება ყურება რომ ანუ 30 ადამიანი ხვდება ერთ იმაში და ანუ არც იმას შვები რა ანუ აქ სიხარ იცი რომ ერთ ნანა არის დღეს სტუმარი და ნანას და ბუდა מחარა და ხო მაგრამ თუ კარგად გააკეთებ და თუ როგორც YouTube ფორმატს ეგრე შეკრავ ვიდეოთ ეგეც საინტერესო იქნება უბრალოდ მაგას დრო უნდა რა ანუ YouTube-ზე არ ვარდება ვიდეო არა გვაქვს აი ეგრე ქუჩაში რო იარო YouTube-ზე ვიდეო ანუ კრეატორი არ არსებობს ვინც მაგას გააკეთებს ხალხში მოდი ესე გავაკეთებ ხო ეგ მიყვარს ძალიან ჩემთვის აი ყველაზე ტელევიზია და რასაც გინდა დატოვებ კი არა ხო კარგსაც ისმენ წუწებს შენთვის არასასრული ინფორმაციას ისმენ რა ხო YouTube-ზე მე მგონი არა გვაქვს TikTok-ის ფორმატი ხდება ხო არა რაც გიხარია ეს უნდა აკეთო კაცო მაგრამ უბრალოდ ჩვენ როგორც იუთუბერები ჩვენ როგორც იუთუბერები კი ჩვენ როგორც იუთუბერები ცოტა ჩვენი პლატფორმა გვიყვარს ყველაზე მეტად მესმის მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს YouTube-ს რას უყურებ YouTube-ზე ახსენე რომ ამ პოდკასტს ვადევნებ ქართულ კი ბატონო მოდი ქართული ვთქვათ თქვენ მომწონ ხართ მის მინას გადაცემები მომწონს ბექა მევასება რატო ჩაიხაზა? ვინ არის ბეკაო? აი პოლიტიკური სატირა გადაცემა აქვს მის მინასე. არ მახსოვს ახლა. პოლშიაზე. სოს კონტენტი მომწონს, გიგიც მომწონს. მოგზაურები. კაკო? კაკო არ ვიცი რა. აი მგონი მე და გიგის იგივე კამერამენი ყავს. ჯორჯ მანასე, კაი კაცია. კაკო არიცი მოგზაურობა. ახლა არ მახსოვს. იმას დეპრესია დაეწყო. ამაზონში რო იყო. გველსო ჩაახტა. აუ რა მაგარია. გამახსენდა. ეხა ანტარქტიდაზე არიან ეგ და სოსო. ბაზარი. ხო, ჩამოსულა. ვიცი მგონი. ხო, კაკოს ანუ სოსოს ჩანელი ვიცი ესე და მგონი ეგრე. იგივეა რა. კაკო როგორ არის? იცი, აი מחარა რო იყო 4-5 წლის წინ რა, ანუ ეგრე არის კაკო ეხა. არა, სოსოს თუ უყურებს რაღაცა კაკოს ყურებას. ოუ, ბოდიში კაკო, ჩემი ბრალი არ იყო ეს. მართლა აი ნებისმიერი ვიდეო ვინმე ტრეველერს თუ შეხვდობსო, ეს თუ უყურე ეგ არის. და რა შენი აზრი აღარ არის. რომელი გახსნით, თქვენი საჩუქარია. არის? სოსო გახდა, მე მგონი რომ სოსო გახდა. საჩუჩარი. მოსლა? სოსო გახდა სასკოლო სფეროში სოსომ გადატრიალება მოახდინა. რატო? მიკროფონში ლაპარაკს თუ ისწავლი מחარ? მართლა გეუბნები რა, აი სოსომ მოახდინა გადატრიალება, რაც სასკოლო სფეროში რას?
გეტყვი რაც არ უნდა ვატარაკოთ და რაღაცები ხუმრობით თქვა ხოლმე სოსომ შეიტანა კლას გარეშე ვიდეოები პიზდეთ სამზადებს არა it's cooking შენ კარგად მიდის ეხა გუკავს კლას გარეშე ვიდეოები შეიტანა სოსომ მერე გიორგი სადაც ანუ ბავშვებს შეუძლიათ ისეთი ვიდეო შექმნა რომ სოფლიო ისტორია გაიცნო ეგ შეიძლება ეს ყველაფერი სოსო დააზიანა იმიტომ რომ მონოტონური გახდა სოსო მაგრამ სამაგიეროდ ქმნის კონტენტს რომელიც სკოლაში შეგიძლია რომ აყურებინო ბავშვებს მივხვდი რა სამბა BBC-ს დოკუმენტურებს რო გავს რაღაცითა ნარატორი რო გეოგრაფიკი აიღე არა გვაქვს ლიცენზია მაგრამ ყავს უფასოდ სოსო რატომ აიზდამის ბავშვები ან დიდებიც არ იღებენ ინფორმაციას მაგ აი მე ხა მე ვერ უყურებ შენ ვერ უყურებ, მაგრამ ბევრი დიდიც უყურებს. იმიტომ რომ მე ინფორმაცია მაქვს, ხვდები? რაღაცებზე სუ ვეძი, არა, წიგნებს არა, მაგრამ დიდი რაოდენობა, ანუ სამყაროზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. ოღონდ ვიდეოებიდან მიღებული რა. სამყაროზე გამახსენდა გიადვალის მოწვევები და ძალიან და დვალი. აი ფიზიკოსი რა ხა? ხო და მივწერე რა და მომწერე რომ აი არ ვიციო მე როგორ ჩავждებიო მაგ ფორმატში. ხო. იქნება ბატონოგია დვალს აჩვენოთ ეს ვიდეო, რომ ბატონოგია თქვენ არ არის საჭირო რომ აქ ჩაждდეთ. ჩვენ ჩავждდებით სადაც საჭიროა. შავხრელში. ვეცდებით რომ ძალიან სულელები არ გამოვჩნდეთ ჩვენ, მაგრამ ბევრი კითხვა გვაქვს სამყაროზე ჩვენ მაყურებელსაც და ინფორმაციები მაქვს. არა, ბატონოგია არ გეგონოთ რომ მარტო კალას არ მომდიხართ, მეც ვარ აქ და არ ენერვულობთ ინფორმაციულ ვაკუუმში არ იქნებით, აბსოლუტურად ძალიან ბევრ ამას მოისმენთ და შემეცნებით და ისწავლით და ბევრ ამას მანქანის დაშლა, აწყობა ხო ბევრ გავაკეთოთ 15 ლარად. ჩერნობილზე რამდენიმე უზუსტობა ქონდათ რომ მობზანდებით მე ვისაუბროთ მაგაზე, ჩერნობილის ისტორიაზე ქონდათ ბევრი არა, რამ სამი უზუსტობა იყო, რომელზეც ძალიან დიდი კამათი შეიძლება და მე ამისთვის გელოდებით აქ ბატონოგია, იმიტომ რომ ჩვენ ვიკამათოთ, იმიტომ რომ არასწორ ინფორმაციას აწვით ხალხს, თუ შეიძლება მომბზანდით და აქ გავარჩიოთ ჩერნობილზე რა არის პილოსფეხი და რა ლოკაციაზე იყო ეს პილოსფეხი, თქვენ არასწორ ადგილს იძახით. ეს პილოსფეხი არსებულია. კარგი, ეხლა აღარ მოუნდა მოსვლა კაც. არა, ნუ თუ არ შეგიძლიათ რომ აკაჭოთ ბატონოგია. კომპეტენტური აზრი. ეხა კები რო ეგდოს დაღეჭირებული და ეგ რო გამახსნები რომ ძალიან მეორეთი მეწყინება შენგან გილაცა ჩემოსლას როგორ არა სანთელი ძალიან სწორი გაწყვეტილება იყო შენ გაგახსნები ნე აჰა მოიტեղ მაჩუკი ეხა არა ჩემია გავწვით მანახება ეს საჩუქარი რითი დავიმსახურეთ არა წვავს ეგ ზამთარში ასწორებს გამიცვალე ჯერ კალასაც ვდიდი ხო მაგ საჩუქარს ეხლა არა რომელი გახსნით გილაცავთ ძალიან დიდი მადლობა მას აი როგორც ეს ჩაიწვება ეგრე ჩაიწვას ჩვენი მტრების ის ეს თქო შეიძლება მოიტარა აშკარად გეტყობა რომ გადაცემას უყურებ დედალი ლაშაგელაშვილი აბსოლუტურად შესაბამისი საჩუქარი იყო მაგრამ თავი მოეწოდა ჩავა დამიბრუნე ის არა გავწვალე ხო შეიძლება რომ შენგან მარტო ფალოსი რო არ და აი გთხოვ ძალიან მიყვა ეს ხო ნახე რა მაგარია აუ ძალიან მართლა შევახედა ორი წამი განაგონა ნახე რა ქენი ის რა თავისუფლება ჩარკვიანები კოსტუმრად ყველა აქ ვართ რაღაცა პიანინოზე ვაფშე ვერა სფერი მთების დაკვრა ერთი ტრუკი ვიცი აუ რაღაცას ვიღადავებ აღარ დაღადავებ აი ხა თუ არ გამოვიდა არ დამცინოთ ამაზე და გაიწიო შეჩემეს გამორთული ომიეც ოღონდ ხაი როგორ ყველა მოგამზადეთ არის არა გავი სხვა შეს რაღაცა შეგზავნა მაგ სტუმრად რომ აი მგონია რომ ბუმბერაზი ადამიანია მოსული ოღონდ შენ გამოარა რა შეიძლება ცუდი არის ეგ მაგრამ პაპის ნაჭამა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო ეხა არის კარგი ვარიაცია მაგისი რა აი მე რა ფესო რომ იმიტომ მგონია რომ დიდი ადამიანი მიზის გვერდზე რა ოღონდ სიმაღლით კი არა აი შინაგანად დიდი ადამიანი და მგონია რომ მოწიწებით ბექგრაუნდით ხო რა აი მოწიწებით უნდა ველაპარაკო რა პირველად ვიგზდენი ეგ ძალა რა რას ნიშნავს ნახე ჩაიწერეთ და გადავა მადლი არის გადასული შვილზე და აი ეგ მოწიწება ეხა გამაჩნია ოღონდ არ ვიცი რატო რა ხოთა შევს მიხობს რომ შენ საერთოდ სხვა ადამიანი ხარ რა მე დიდი და მოსაწებელი შენ არც დიდი ხარ არც ბუმბერაზი ჯერ მაგრამ აი ეგეთი შეგზნება აქ რა პირველადაც რომ მატაკე ეს ხუინა რაღაც ცოტა მეწყინა რომ აუ გეხო ანუ ბიჭო რა შე ნევრები
ნახა, ჩემი ნევრები არის იდეალურ მდგომარეობაში და ადრე რასაც ვიცბენდი დღეს კალასთან ორშაბათობა აქ მე საღამოს და ახამდე რაც ვიცბენდი ეხავე გეუბნებით რომ ალა მოდი ის მივცეთ რა წამზომს ჩავრთავ მოდი მივცეთ არა იქნება მოგწონს 7 წუთი რა 7 წუთი 7 წუთი უნდა დავუკრა 7 წუთში გამოვთავ რა კიდე უნდა ამას ანუ ტაშის მკვლელი არაკლია ეგ ერთი ფანი ყავს იმ ეი ია დავფრისტაილა ჩვენ დაუკრა ახლა შეიძლება მე ვერ ხედავ როგორ გამოვიყურებ და ჩემბრალი არ არის თმა თუ აწუწილი შენი რეპერტუარი ნანუნამ დაუკრა მოდი ნანას გადავაწოდოთ გადააწოდე ის არა დაკვრა არა უნდა მიიჭექი აჰა აუ იმის რომ მოიყარე ხო ვერ ხვდები რას ვაკეთებ აი ცოტა აქეთ დაიჭირა აუ ეს ხო წვიანი ესე შემილია დაუკრა აი ეს შემილია დაუკრა მიდი მამაილა აზახა აი ეს რა გვარი არის ჩემი დედა ანუ ისევ იმათმა რო ის ბიონსე ჩამოიყარეს ჩინური ვებს აკეთებს აი ყველა მიწის გაანებეთ აუ სისპენდებს რა აი მარტო ინაძულებით არ გინდოდათ და რა რატო უკუღმა უნდა დაუკრა? აუ მიდი ჩემი ცუდად არ გახდა. აი ბოდიში. აღარ მინდა. ეს რომ მოვიტანო უკან ეს ეშექცია დაუკრა. მიდი აბა. ფრთხილად ბიჭო. დაინგრა. ამო. ეგრე არ უნდა დაი. ვაი. გაუში შენ ხელი. ჭუჭურო ახადია. აუ დაიცადა. გაჩეგენ. ტიტაუტი. სოლი უნდა მეპოვა, მაგრამ ვერ ვიღა. რა უნდა გეპოვა? სოლიდან იწყება მეორე. მარილი. ხო, ეს სოლი, ნო. ია. 3 წუთი დაგჭა. შეიწია. გასული ხარ. აჰა, რა გინდა? სულ ჩუმად ვიზო. რა მანქანას ველოდები? Toyota RAV4 ბატონმა გიორგიმ გამომიწერა და ჩამოვა. გადაიწია 5 დღით როგორც გავიგე და პრობლემა დაემატა, რაღაცაც არ ქონდა იქამდე. კარი გამოსაცვლელი არისო. მაგრამ ყავს გიორგის. რა ფერია? ფერი რა არის ბიჭო? ფერებს ვერ ვერკვევ მე. გრეი რაღაცნაირი მწვანე. კოდარი თაგვის შეშინებული თაგვის ფერი თუ რაღაცა. არა არის. დატოვებ თუ შეცვლე? მწვანოა რა. როგორ? ფერს ტოვებ თუ შეცვლე? არა, ტოვებ კაც. კაია. აჩი რა, ანუ რატო? მე ცოტა ხნით. არა, მოიცე. ეხა მახა რამეს თუ არ შემოგთავაზებ, საინტერესოს უნდა გავხსნი. ეხავე. ქალბატონი ნანუნა იმღერე, ქოხოთოლი ჩამომარცხე. რამე იმღერე. ლა. დაუკარი და ვიმღერებთ თო. ეი. დააკვრა რომ იცოდეს, ხომ მექნებოდა ამდენი პრეტენზია. დაუკარი მიდი რამე. დავაფრისტაილოთ რამე. შეხარ მაგარი ვინმე. მეტი. ჩაკლაპუნე მეტი. სახესაც რომ მიაჭირე მაგლა. ვიტომ რამეს უკა. ეი. არა. Let's go guys. Welcome to Foo Podcast. Oh yeah. Hey. ფილმი უნდა დამთავრდეს აი ეგეთი. აი წარწერებამდე დარჩა 10 წამი. ესე შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც სასწაული შეიქმნას ესე რა. არა. აი თეორიულად დაიმთხოს ნოტები რაღაც ისე და ხმარო. ჰიტი რო შეიქმნას უცებ. ვერ ამყვა კომპანი მეჭირა.
კრედიტის შექმნის შანსები პირველად ნახე მახარას დაკვრის დროს 10-ზე მეტად გახარებული ადამიანი. აქ არის პოტენციალი. შეკლას აი აღიარე რა რაკა. დაიკიდა YouTube-ში შენ. ალას სტადიები ხო აქ ხოლმე. ეხა იმ სტადიაში შევა რა აყვება რა. რაღაც მომენტში. ვა! ბრავო! ბრავო! ვეთელი პოტრები. პატრონი დამიგარგა. სტემა. მახარამ იდეალური სტომარი გააძრო, რადგან არ უკრავს ყველაფერს ეცეკვავს ეგეთი არაფერი არ მინახავს. ნებისმიერ ნოტზე რაღაც მოძრაობა. აბა ორგანი 78 დაუკარი. ორგანი 78. ორგანი 78? 78 აკრიფა იმაზე. ჩემი ცხოვრება იყო ეკალი ოდიშინა ეკალი 7 წუთს ძალიან გადაწყდა ჩემი აზრით. ამით დღევანდელი მუსიკალური საღამო დასასრულს მივახლოვდა. გიორგი ძალიან ჩვენი სტუმარი იყო ვირტუოზი გიტარისტი, რომელიც პიანოზე უკრავს. აუ იმან ამას თუ აჩ მოიწონა რა გინდა კიდე გულედა ძალიან მარტივი ვეშები აქვს. მწვანე ოთახი არის? მამა ჩემი. ვერ გავიგე, რომელი იყო? 18. თავიდან ჩართე. ტურუტუტუ. ტურუტუტუ. მამა ჩემი. ტურუტუტუ. სო. ძალიან მარტივი არის, მართლა. ირაკლის ძალიან მარტივი მელოდიები უყარდა. გენიალური. კაი. ღმერთო ჩემო. კაცი, წაიღეს, ეხა მიხვდა რა მორჩა. სა. ანუ შენ ნუ იდე. ახლა ვერაფერს გეუბნები, მაგიტო მიმაშვები რა. რა უნდა მითხრა და ვერ მეუბნები? ვერაფერს გეუბნები, გაიგე? რანაირი პოდკასტია? რაღაც დაინი ხო. და აუ პოდკასტ ფურატო, აუ უი, ვაიმე. მე დაკავებული იყო და შენ პოდკასტ რა ქვია? შპოდკასტ. აუ დაკავებული. მას მართლა ფუ ნანუნა ჩარკვიანი. არა, ხალხი ბრძენია თვითონ იციან ვისაც დაწერა. მართლა არავის არ მოუწოდებ ჩვენ. არაფერი არ დაწეროთ ძალიან. ჰეიტის ენა არ გვინდა. არაფერი არ დაწეროთ, იმიტომ რომ მე ძალიან მეწყინება, მაგრამ მაინც ხალხშიც გაქვს ეგ ძალა რა. როგორ ვერ იყენებ ბიჭო? აი შენ ხარ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ვერ იყენებს. რას ვერ ვიყენებ? აბა რომში რა გინდა? და რა უნდა გამო? რა გინდა? მიკროფონს ვერ იყენებ ამ წუთისთვის, ძალიან შორს არის. რომში რა მინდა? წავედი სასწავლებლად თავი. სადასწავლო? რომში საპიენზაში ვსწავლობდი. ვიცი არაფერი მომختარა. 10 წუთი? კლუბ. ისადა. რა მაინტერესებს თვითონ შემოქმედებით? ჰუმანიტარია, სადაც სოციმეცნიერებებია რეალურად, მაგრამ ასევე რომში ასწავლიან მაგას კარგად ჩვენთან ვერა? ყველგან ასწავლიან. ჩემ ისე მოხდა რა, აი კარგი კითხვა, მაგის ჩაშლა შეიძლება. რატო წახვედი? ეგ მაინტერესებს. კიდევ კაი. და ახლობლები ყავდა. თუ იქაური ცხოვრება მოგწონს და თან ისეთი ჰაისკული დაამთავრე, სადაც ბოლო წელს ყველა სადღაც მიდიოდა ეგ იყო. საშუალო სკოლა. საშუალო სკოლა. ეგ იყო რაღაცნაირი თითქოს და განაჩენით და ისეთ რაღაც სამიზნე ჩემი 4 წელი სადაც სწავლობდი ლისე რო არის სკოლა.
და იქ რო ვიყავი რაღაც ძალიან ბევრ ამერიკაში მინდა და პარიზში მინდა და ბევრ ადგილას თითქოს გაგზავნილი მქონდა ფინანსურად ვერცერთზე ვერ გავქაჩე და ბოლო ოპცია იყო ანუ მეგონა რომ უნივერსიტეტში არ მივდიოდი მე ქუთაისში წავალ თქო და მე რეკავი რომ თუნდაც ტექნიკურია და მე მათემატიკა არ ვიცი და მეთქი ვაიმე თქო და აი რაღაც ბოლო დღეებია სექტემბრის მიწურული და მომდის იმეილი რომ შენი ესე ძალიან მოგვეწონაო და რა მოდიო თან ხელმისაწვდომი უნივერსიტეტი იყო და ავდექი ჩავლაგდი და წავედი პირველი წელი იყო ძალიან რთული და პირველ წელს დამეთქვა მაგარი ცუდი რაღაცეები რაღაც ოჯახის პონჩიც ისე და მაგრამ ვიწვალე და ისე გამოვიდა რომ გადავაგორე ძრავს გადავაგორე რა და მე ძალიან ნელ-ნელა მაგრამ ბედნიერებით ახსავსემ ჩემი თავი იქ თავიდან ვიპოვე ოღონდ შენ გაგეცინება მაგრამ ძალიან მჭირდებოდა ჩემ თავთან ყოფნა რაღაც ანუ რაც დავიბადე 2 წლიდან სულ რაღაცებს მეუბნებიან რომ აი შენ ეს უნდა გამოიყენო და არ იყენებ შენ ეს რატო არ ხარ შენ ის რატო არ ხარ და პირველად გავიჩიტე მართლა მარტო და არავინ ანუ ჩემი თავის რეფლექსიას ხალხი არ მიგეთებდა რა ანუ ჩემი თუნდა მეფიქრა რაღაცეებსა და თან ასევე 100% დამოუკიდებელი გავიჩიტე რაც მაგალითად ჩემ ძალიან ბევრ მეგობარს ვინც ზოგი წასულია და მაინც არ არის დამოუკიდებელი მაგრამ ხო ხვდები ანუ არავისე დამოუკიდებელი არ ფინანსურად იქნება ის იქნება მაგრამ ძალიან ბევრი გაკვეთილი ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ და თბილისში რომ ჩამოვდივარ იმის მიხედვით ძალიან ცოტა ხნით ჩამოვდივარ ხოლმე არ ვგრძნობ რომ მზად ვარ ან ჩემ თავი გამომცხვარი არ მგონია რა ბოლომდე თბილისი საქართველოსთვის თუნდაც და არც მაქვს სიმართლე გითხრა სურვილი ხოლმე დიდი ხანი ვიყო ხოლმე აქან დავრჩა ის კი არ არის რომ აქ ცუდია თუ რაღაც უბრალოდ იქ სულ სხვანაირი მე ვიპოვე რომელიც მინდა რომ ჯერ კიდე ცოტა ხანი გავზარდო სანამ აქ ჩამოვალ და ისევ რაღაცა სტიგმებში და დოგმებში გავიჩითო თავს რაც არ მცდება ანუ ის კი არ არის რომ ძალით ვიჩალიჩებ რომ უბრალოდ არ მცდება და არ მისტორდება იქ ბევრად ვიზრდები და თუნდაც აი იქ რომ ჩამოვდივარ და კარგად რომ გამოდის ის გადაცემა და რეცირებას ასწავს იმიტომ რომ იქ რაღაცა ვიჰოსტესე თუ ვიბარმენე თუ რა თქვია რა. ან ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილებებია ყველაზე მნიშვნელოვანი. სასწავლებელი ერთია და რაც გასწავლიან და რაც გეუბნებიან, მაგრამ უშუალოდ ადამიანთან კონტაქტი ყველაზე დიდი. და იტალიური ვისწავლე, ანუ ერთი დღე არ მიმეცადინია და ესე ცხოვრებაში და ანუ რაღაც მეხუთე ენა დავიმატე, იმედი იტალიური სხვადასხვა. და ვერა საკაიფო. ვარლიანა. არა, მახარა ვიცის ყველა ენა, ოღონდ ესე რა, თავისებურად. ასწორებს ხო. მეც ეგრე ვიყავ, მაგრამ ახლა მართლა ვისწავლე. თორემ მეც არასდროს ენის ბარიერი არ მქონია არც ერთ ქვეყანაში. იმიტომ რომ ჟესტიკულაციები ძალიან კარგად. კი, ეგა მთავარი. იტალიაში გახვალ ჟესტიკულაციები ძალიან კარგად ისწავლე. აფრიკაში ვარ განასწრებელი. განასეირნი? სიხენებ ძირითადად ჟესტიკულაციებში. ეგეთი არა. ეს YouTube-ზე შეიძლება? YouTube-ზე კი, როგორ შეიძლება? აბა სიგარეტს მოწევა რატო არ შეიძლება? ოლიგა ეს ვერ დავადგინე, თორემ მაგრა გაასწრე და ახლა. ცუდი მაგალითია. ხო. აუ, გინება და ის არა. ხო, არა, ხებაც არ არის, მაინდა-მაინც კაი მაგალითი. ეს სანთელია ტორტისთვის არის. შეგიგონია რომ პენისია. ტორტი რანაირი უნდა იყოს? ანზა. ეს ბავშვი სუკა გიჟდა. იტალიებში. ანზასაც ბავშვი ბავშვს პიცა იწვევს მაგას რა, გონებრივად. მე პასტა. აშისურე. შერყევას იწვევს, იმიტომ რომ საშოს იტალიაში რო პიცას ჭამ, იმის მერე საქართველოს. არაც, მაუ. ნეაპოლში ხო გონე პიცა რო ჭამ, იმის აქ პროსტა პიცს ვერ ვატებ შეჩემ. იმ დღეს თქვი და ვიღაცა როგორ შევამხედე, ეცი რაო ეს. აი, მაკრატ პიცა არ იჭრება, იმ პიცის დედა. როგორ? მაკრატ მითრო პიცა. იმ პიცის დედა. აი ეს რო ვარდება სველი პიცა. აი რომერ დაიჭერ, ხელი რომ უნდა მიახმარო, ეგ არის მართალი. წამურა წავით. მაგრამ ეგ არის ნაპოლეტანური პიცა და რომაული პიცა, აი ძალიან კაც უნდა დაიმენო მაგარი და ესე. ნაპოლეტანური ისა. თუნთულა უფრო და რომის პიცა არის ჩებურე, ხრაშახრო. ხო, ხრაშახრუში. მე ხრაშახრუშა მევასებ. არა, მე ნეაპოლიტანური სასწაულია. ან ეგრე არ გაწუხებ. სომი სადმე? ან ის ჭამშეჩი მაგ ქოქოსი ქათმები დედის და რაკის ყველაფერი ზედ უნდა ეყო შეჩე. ხო. აემსის კეცომი. არა, მარტივი უნდა. შოკოლადი და 4 ყველი. 4 ყველი პიცა არ არსებობს. აი ეგ ძალიან ეხოს 4 ყველი. იმენა ამერიკელებისთვის. შემოაპარეს ამერიკელებმა მასონებმა მოიგონეს მაგით. ცხოვრება როგორია? ანუ აი დილით ადგები მე ხო გონე მე და გავით ბარსელონაში, რა? და ფესვანეთში თან მე. ყველაფერს ვყიდით აქ და ყველა იქ მივდიოდით საცხოვრებლად, იმიტომ რომ
იმდენად დაემთხვა ჩვენი lifestyle. არს ხო აი lifestyle იქაურ მეცერები. ცხოვრებას, რომ просто მეთქი ამის დედ ბიჭო, ეს ანუ რატო ჩემ აი მაშინ გამიშა სადავებდა და ჩემ თავს მე შემოვიძახე რომ სად დაიბადა კი არა აეჯვი ხა საქართველოს ჩაეჯვი და შენი ქვეყანა გახადე ესეთი რა ეგ მარტივია ეგაა ყველას მიზანი აი იგი ჩადი ხო და მე შე რომ უმიზნობაზე ლაპარაკობ ამდენს მივაღწიეო და გავიქე ხეს გახადე აბა რა ამას რა ჩიმი ეგ უნდა ისო ხან ბიჭო იმენა კაია რომში ცხოვრება მოკლედ იმიტომ რომ ძალიან ჩვენნაირი სამხრეთული lifestyle ასწორებს მაგრამ რაღაცნაირ დილით იღვიძებს ზეგეფერება მაგარი ძმაკაცი მყავს მაგალითად ჩემი საკაც მეგობარია 60 მე რამდენი სწრაფად თქვი და ვერ გავიგე ჩემი საკაც მეგობარზე გიყვები მარჩელოზე 68 წლის ლოთია რომელიც მე ანუ 11-ზე სამსახურში რომ ამთავრებ და ბარში რომ ლოთი იპოვა 70 წლის მარჩელო მე რომ მაგრამ ასწავლა იტალიური თო აუ ეს თო აღარ შემილია ბოდიში რა ეს ძალიან ისა თბილისში ჩამოვდივარ და მე კიდევა მაგდოზით თო ხო ჩემზე ხო არა მეც ვიძახი მაგრამ 90-იანების მერე არ გამიგია ჩემი ანუ ჩვენც ვიძახით თო მაგრამ ხო ამისგან რაღაცნაირად აი ზაც აი მგონია რომ ძმაკაცებთან ვარ და ეგ არა კარგია თუ ეგ გაკომფორტულებს რომ წოს იძახი არა შემთხვევა ხო და ეხა მეც გავღიზიანდი ზაზორ ხო სუდღა კომპლექსი გამიგია და მახარას სადაური ვერელი ხარ სადაური ვერელი ვარ და ძირძველი მარჩელო მასწავლა ჩვენ რენდომ თემებს საერთოდ გავაჯბევინეთ გადაცემიდან ჭებში დაუშვებ სანამ მანამ თამაში გვექნება დღეს ასოციაცია ეს ძალიან თამაში ხო მომიყევი რა რო აი გახვედი რომში გასაჭამ აი დღე რა დილით დგები 8 საათზე დგები 9:30-ზე აქაურ უნივერსიტეტებზე ძვირია თუ არც თუ ისე რეალურად რა სჭამდა ის ეხა ეგეთ მანდ დავიწყოთ ჩემი უნივერსიტეტი საჯაროა და რა მაინტერესებს კიდევ 1000 ევრომდე ანუ რაღაც გონი 500 იღებს ხო თუ 600 თუ რაღაცა ეგრე მე კიდე გუნდოდა ეხა დაეშვებია რა 100000 ქართველი არის რომში მარტო ისე რომ იცოდე ყველა დაშვებულები არიან უკვე რამდენი დაახლოებით 100000 შეგვიძლია დავამოწმოთ 100000 100000 რამდენია ძალიან ბევრია მაგრამ ძალიან კარგი lifestyle მაქვს რა ჩემ აქ რასაც ვერშვები დილით როცა გინდა უკვე შეგიძლია ყავას და კრუასანს იღებ 2 ევროთ მიდი და ყავა მიპოვე ეხა ქალაქში 2 ევროთ მუშაობდი თუ არ ხო და მე 2 ევროთ კრუასანი ყავა არ ვიცი აჩვენე მუშაობა გიცდია იქ თუ არა მუშაობ ჰოსტესი ვარო და ჰოსტესი ვარ და ეხა ანუ რაღაც ფილმ ინდუსტრიაში ჩავწერი ეხა კეითერინგი ეხა ჩაოს ხოსროში და მაგ დასაგეგმი ამერიკელები ჩამოდიან სეტზე და უნდა ვაჭამ 1-2 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ იცი გადაღებაზე კეითერინგი ვიცი ხო თუ არ გაგინეს ესე იგი ძალიან ძლიერი ადამიანი და ეიჯენტიც ყავს და რაღაც კასტინგებზე დავდივარ მაგრამ მე ვარ უფრო მირჩევნია ეგ ყოველ დღე რო ვიცი რომ პროდაქშნის მმართველს მიეწექ და ჩვენ ჩამოვალ დავაი მაყუთი ვიშოვოთ 50000-ია 50000 ძალიან ბევრია ბიჭო მოკლედ ბევრია ხო ნუ 50-იც ბევრია დაპლიუსტით ხო დაპლიუსტით ნეაპოლი აუ მეგრული მესმის ყოველ დღე ბევრად უფრო ხშირად ვიდრე საქართველოში ოდესმე გამიგია რომში ოღონდ მართლა მეგრული მეტროში და რაღაც ხო ანუ ბევრად უფრო მეტი ქართული ანუ ის აზე არ ხარ რა მასშტაბია დაპლიუსტით იტალიდან ვინც გიყურებს მართლა მაინტერესებს ოღონდ ქართულმა არ დაწ ანუ აქაურებმა არ დაწეროთ რომ საუბრობთ ისე აღარ მახსოვს მოკლედ კაია რა ხო 500 ევრო შეიძლება სწავლა მოკლედ იაფია სწავლა და იაფია ცხოვრება სამსახური ხელფასი ხო ზუსტად არ გეტყვი მაგრამ დამსახურე ტელევიზიის ხელფასს კარგად იძახდი ზუსტად იცოდნენ ხო იქ რატო არ იძახი კაი 2000 იმდენი რომ მე ჩემი ქირა გადავიხადა ჩემით ჭამა კაი მე დავიჭო ქირა რა ღირს სახში ამ ქირა მაინც ხარ შენ ამდენ სიხდი ქირას ეხლა 500 ვიხდი ოთახი მაგ ორგოგის ევრო ქართველებთან ერთად ხარ თუ ცალკე არა ერთი DJ რუმეით ყავს ერთი 500 ევრო ჭამა რა გიჯდება თვეში აბა ბრატ 2 ევროზე ამის იმას თავი დაენებე მოკლედ ფაქტია რომ რომში ბევრად უფრო დიდი არჩევანიც გაქვს რაღაცა მაღაზიაში შედიხარ ტრანსპორტი გინდა ყველაფრით ბევრად უფრო კომფორტულად აქ რო ჩამოდივარ კოტრდები ეხავს არ უნდა იყოს ეგრე ანუ აქ არ ყოფნის იქ ნაშოვნი ფული არ ყოფნის არა მაგამდე არ წდება არ ჩამოდის აქამდე მაგრამ ფაქტია რომ ანუ მე აქ თითქოს ლაბაზი ვარ ჭკვიერი ვარ ის ვარ ეს ვარ და იქ ვარ ბევრად ბედნიერი იმიტომ რომ ყოფნის ანუ არა მენატრება აქ რო ვარ და ვითომ რაღაცა გადაცემაში რო დადიხარ და იქ რო გეპატიჟები და აქ რო გეპატიჟები მე ერთი სული მაქვს ჩავიდა ჩემ რესტორანში დავდგა აქ რამდენია საკმარისი ლარებს შენი აზრით
ვისთვის სტუდენტ როგორც ამში ჩემით რო ქირავდეს აქვს მეღადავები აი რამდენი იქნებოდა საჭირო რამდენი დაგჭირდებოდა მე სახლი $800 მეც სახლი მაქვს ლანა $800 რა არა 1500 ლარი არა 1500 ლარი ნუ აი ხო ალბათ ნუ ნორმალური ის არა ალბათ average ადამიანს 2000-დან 3000 ლარამდე ჭირდება რა თქოში ერთ კაცს მეტი ერთ კაცს ჩემი აზრით ეგ მეტი ჭირდება თუ გინდა მინიმუმი არის ეგ მე მგონი ხო და საარსებო მინიმუმი რო დაგუგლო არის 1000 რაღაცა ლარი დაგუგლო 340 ლარია აი ეგ არის რომ ჭაყვების არის ეგ მარტო ნადი გულისხმობა შენ გაზი დავანთო და იმაზე შეწყვეტს აღარ გულისხმობა ანუ უბრალოდ რომ ჭამო და არ წაგივიდეს გული არ მოკვდე ხო მარტო ჭამით რო არ მოკვდე რა დანარჩენი ეხა ჩაცმა და ხო და ჭამით კვდებით სასტავ 590 ლარი უნდა ყოფნიდეს იდეაში ჯეოსტატს რო დაუჯერო ნუ ეხა იყო დრო ყოფნი და ესენ დამცინოდნენ მე სამსახურში ვეც ყოფნია 10 წლის წინ გორში 300 ლარი მქონდა ხელფასი მე იმდენი მქონდა რომ ვავი ხალხი ეხა სახლში რომ მიდიხარ და საჭმელს რომ გაჭმევენ და ის სხვა მოცემულობაა და მარტო ადამიანმა რომ თავი რომ გაიტანო ეხლა პრობლემა ეხლა მე მართლა სხვები რა გაჭირება შეიძლება რომ ტიპებს თვითონ უწევთ რა ანუ ხანდახან ის სიტუაცია რომ ვერ მუშაობს ტიპი რა ანუ აი მიდი იმუშავე კი არა შრომელია ტრაქს ანძრევს რაღაცებს აი ვერ შოულობს თუ რა აი რა ქვია ვიღაცებს ხო ძალიან უმართლებთ შეიძლება ჩვენ გაგვიბა ვიღაცები ძალიან შრომის მოყარები არიან ძალიან დიდ შრომას დებენ მაგრამ ვერა ფარა არ არის რა აი ვერა რა დოვლაც ვერ უკრავენ თავს რა და იმათვის ვაფშე სიგიჟია რა მასთან ცხოვრება არის აი და საშუალო სამუშაო ადგილებიც რა ყველგან უცხოელი მხვდება მე აი ვიტო საქართველოს ბაზარზე ჩვენზე ტრაქში არის ისინი აქ უსწორდება ჯერ აი რა ქვეყანა უნდა ააშენო რომ საქართველოში კურიერად წახვიდე ბიჭო ჯერ ისაც რასთული სამუშაოა და მე მაგრამ უკვე მაღაზიაშიც ანუ მოლარეთს და რაღაცა ხდები აი ძიშო აი გაუსაძლის სამსახურებზე გაუსაძლისია მოლარეობა გაუსაძლისი პროსტა იმიტომ რომ ისეც დანარჩენ ხალხს ჯერ რა ხდება ერთი ხალ დარბის გოგო დარბის იქ იმიტომ რომ უწევს იმიტომ რომ სტუდენტია უნდა ისწავლოს და ოჯახ საშუალება რა ქთის რა ენაზე მირეკავენ ხოლმე რომ და კუკებს შევიან სადარბაზოებში ნუ კაი ეხა რა ანუ ყველგან ვაგვიანებ ტაქსის მომჩი აუ ბევრი ლაპარაკი შემიძლია ეხა მაგრამ ნუ რავია ბიჭო ეგ მაგაც აი ბიჭო რასიზმი ხო არ არის ეგ რა ეხა შუნა აიღო და შეტენო მაშინ ტიპს რასიზმი და ხმა ვერ უნდა ამოიღო მაგრამ რასიზმი არ არის კეთილსინდისიერად თუ იქცევა ადამიანი მოდის და ეგ და მაგ შემთხვევაში შენ მაინც გააქვს ეგ მომენტი მაშინ რასიზმია მაგრამ კორპუსში თუ მოგიჯვა ადამიანმა რანაირ რასიზმია შეჩემო რასიზმი მაინც გამოდის იმიტომ რომ ერთი ადამიანის საქციელს ანზოგადებ მთელ ქვეყანას ყველა ეგეთი არის ეხლა და არ არის დამიშვით ჩვენი ეგ რასიზმი არის არ არის რასიზმი რა არ არის ყველა ეგეთი ერში არ არსებობს არ არის აქ ვინც არის ჩამოსული თქო რა თან მეწოდებიან ბიჭო აი ისე თვალებით გიყურებს ბიჭო აი დაიწვევი მართლა გეუბნები ცოდვისგან მე ქიშენი კარი ვიღაც ინდოელი შემოგვასევს იმეებს შემოვა აი შემოესეთ კარგები ხო ბიჭო თან მეწოდებიან მაგას გეუბნები რა რომ ქართველები არ გეწოდებიან უარესად მეწოდებიან ქართველები სხვა ქვეყანაში მაგრამ მე არ მგონია ქართველმა შეიძლება ნუ მოიპაროს სხვა ქვეყანაში მაგას მიტრაკებენ ხოლმე მაგრამ სადარბაზოში მოიცაქმოს ვინმესთან და არა ქურდავენ ყველა ჩემ თვალწინ იმ დღეს თვალი უნდა დამხუჭა ქართველმა კაცმა მოპარა ჩემს რესტორნის თომას ვიპარავთ მეც რას ვაკეთებ ქართველი სადარბაზოში არ მოჯობს და გეი არ არსებობს ქართველი კიდე და ისა ეხა მაინც აუ ბიჭო მოჩიადარე ეხა რა შეჩემო ჩემ სადარბაზოში უქნიათ შეჩემო მაინც არა ჩემ ქვეყანაში მინდა მოვჭო მინდა არ მოვჭო ეხა ეგ დამიშა აბა ეხა იქ ეხა დაუწყებად გეუბნები შეჩემა გერმანიაში ჩავიდა ქართველი გავიგე დავდივარ დვიჟენიაში ვარ რაღაც საქმეს ვაკეთებთ ეხა მესმის ხო შევარდება ვიღაცას დააუთოებს დააყაჭაგებს თავზე და სადარბაზოში მოჭრა შეჩემა უთო სუფთა არ არის იმიტომ რომ უნდა რომ გატკეცილმა იაროს იმ გერმანელმა ეს რაღაცა ეს პატრიოტულიზმი ჩაირთვა ხო გართმელი კაცი მაგას არასტო კიდე სულ ვაკეთებს არ ვიტყვი გაიგე ნახო გეუბნები ეგ შე ეხა ინდოელი აიღე და ქართველი შეჩემა ეხა ატარაკებ რა აი აუ სხვა ავიღოთ გერმანელი და ქართველი არ მინდა ინდოელი ავიღოთ ესე third world countries ინდოელს აჩვენებდა ტიპი არ გაგისწორ და მე ნახე შენც რო ჩადიხარ იქ შენ როგორც უყურებ ინდოელს შენ არ გულისხმობ ამ შემთხვევაში რა ზოგადად რაღაცა ზემოდან ყურებ
პალაჟენიას ბიჭო. არა, ქართველსაც ძალიან ბევრგან ისე უყურებენ ალმაცერად და კარგია ეგ ხო ცუდია. მაგრამ ღირსებიც არიან ბევრი ქართველები რო ეგრე უყურებენ. ხომ არა, ნახე აი ეგ არის რაც აჩიკო მთქვა რომ განზოგადება ხდება რომ ვიღაცა მოსაპარადრო ჩადის, მე რო ჩავდივარ, მეც მიყურებენ მაგ თვალით. მე ბარებს შეწოიპარეს, შო, მაინც არა. აი კულტურის, აი ნახე კაი, დაანებენ კურიერების თემას თავი. მანქანებით რო დადიან ადამიანები და სიგარეტებს უისრიან ხოლმე, რომ მოწევენ. ამაღო გაგვიტარა. მაგას ინდოელების ეს პორშეები თემებით ინდოელები დადიან? ინდოელი გადმოგიყოფს ტრაქ შეჩება და მოგაჯობს მანქანიდან ეს. რომელი გიჩვენია? I'm not here, bro. Not hearing this. არ არის რასიზმი, ბიჭო, ანუ არა რა ბოლოლე ხახო დამიწერეთ ძალიან მიხარია ინდოელები ძალიან კარგია მოგიჯვათ корпуსები ექიმები გვეყოლ მაგრამ ბინძური საჭმელი მოიტანონ ძმაო ძალიან მიხარია მართლა მე 100 მოტანილი საკვებიდან ინდოელისა არც ერთი სუფთა ყუთით არ მოსულა ქართველებთან სუფთა ყუთი რას ნიშნავს აი სუფთა ყუთი მართლა რა არ მაჩვენებს ხოლმე შიგნას სულ მე ჩემთან მოაქვს ხოლმე და არ მაქვს ეგ პრობლემა რა შენ თვითონ ახარ ბინძური გაიგე და ვერ აღიქვა შენ შენ მაშინ რატო ეხლა მეღან ქართველი კაცი არ გასვარა იმაში რომ საკეთებდესო მაინც არ ვეთქვა და მე მეუბნება რომ შენ თვითონ ახარ ბინძური შენ გარო ხო ჩაწერილია ეს ყველაფერი ბიჭო იმიტომ რომ რა ბიჭო ეს პოდკასტში მოდი დაგეხმარებით რა თერაპია გჭირდება ეხლა ატარაკე შენ საწმოროსთან ჩემ საწინააღმდეგოდ გინდა რომ არა და ეს უნდა დავწყო არგუმენტები რო არ გაქვს მაგ დროს არის ეგ არა შენთან სუფთად მოაქვს ბიჭო ირა ტიპია ჩემ და ვიდეოს ამდენს რა სიძახებ ჭამე სახში ქართველი მე სახში ჭამა მიყვარს მართლა ისეთ სიტუაციაში მოაქვს ხოლმე სუფთად კი ქართველის ჩანთა და ინდოეთის ჩანთა ინდოეთის ჩანთაში თუ ზეთი მანქანისა სვეჩები სკამი ეგდო რავი მეორე ინდოელი ეგდო ხო და კომპანიას მოვკი კომპანია ხო არის ქართველებით დაკომპლექტებული მოვკითხოთ რა მოვკითხოთ კიდია ძმაო არის ვოლტი მაგალითად და ვიღაცა ვოლტი და იაფი მუშახელი გავიგე, მაგრამ სერვისიც დონე იწევს მე დაბლა და მუშახელი ნაკლებს უხდიან ამ ინდოელებს გონია თუ ნებისმიერ სხვა რომელიც მოდი ხარ თამაშობ ქართლის პრეტენზია აქვს იმიტომ რომ იცის რომ ესე მუშაობა არ შეიძლება მეტი უნდა გადამიხადო მაგრამ ინდოელი მე რა ჯუტა ჯაპანი დავიდა ნახვი ბიჭო შეაჯდა ორი კაცი სულ გული მისკდება ხოლმე აი გაზაფხული რომ მოდის ნორიოსკო რომ მიდიოს დაიწყოს დაავადებები არა ბრეტელებიანი მაიგება ნაცადეს სხვა რაღაც გაუშვან ნორიოსკო რომ მიდიხარ გაზაფხული რომ მოდის ეს რომ წვანდება ყველაფერი ძალიან ლამაზია რა აი მართლა აი რომ მიდიხარ გიხარია აი რომ იყვავილებს პირველად და აი იმდენი ნაგავი ყრია ამ იმაში რა ქვია მინდორში იქნება ეს თუ გზაზე და რო ჩანს და ხილული რაც არის რომ აი ეგ ნაგავი რომ მოაშორო მინუს ბევრად კარგი შთაბეჭდილება დაგრჩება შენს უცხოელსაც ნაცნობსაც და უცხოსაც და რა აი მაგით დავიწყოთ რა ანუ გაანებე რა ამ ინდოელებს თავი შენ თავს მიხედე რა რაც გამახსენდა ქართველის ვიდეოდეს ქალბატონი იყო ლუც ხსნია და ბოდიშით ღორების დაყრელი ნაგვისთვის ესეთი სათავო დიდად აწერია რა და აი აგრესია გიშდება მართლა ნაგავი ყრია რა ეს ბოცხო გახსის და საბუნკა ლაიქ რა მე თვითონაც აგდებს თუ რას ამბობ ერთავსახური დაუარ ბოძია ეს დასხვა ბოთლისას გაისროლა იქით ამა რა ანუ და ხორები ნაგავი გამზდე ხენი კლიკ ეგ არის ნეაპოლში რო იყო ნეაპოლში იყო ხოლმე ძალიან დახოვებული ბუნკერებთან მაინც იყო ეს რა ქვია ნაგავი ხო ან ბუნკერთან დიდი უბედურება მაგრამ ბუნკერთან რო ახლოს არ უკვე კარგია ეგ არა ბიჭი იქ ყრიდნენ რა რომში როგორ არის და მანქანები ნუ ყრია მაგრამ მიაქვთ მაინც რა და ეს ინდოემ რო დაინახოს წაიღებს შეჩება სახში ხო მაგრამ ეგ სუფთავ ეხა თბილისშიც ხო იყრება ნაგავი რა მაგრამ სუფთავდება რა სუფთავდება ხო რაღაც წერტილები არის სადაც აი ბუნება ქართველებს რო გვაქვს ეგეთი აი ეს ნარატივი რო არსებობს და თან იმ ბუნებაში რო გავლენ ტიპები რას უშვებიან მე არ გეუბნები იმას რა ქვია რომ ნახშირს ტოვებენ და იმას რა ქვია რომ დაანთებენ ანუ მაგას არ ვამბობ აი ეს ბოთლი მესმის მართლა პარკიც მესმის რა გესმის ეცუდი შეიძლება გადააგდო პარკიდან გაფრიალდა მოედო შეიძლება გადააგდო არა მოსამტვრევი გაქვს ხელები ვინც აგდებს ეცუდი მესმი აი დაჟე
შეიძლება რომ გააправოთ. რაც ქვია შეიძლება გააправო. ყველაფერი pravდება შე. სად მიდის დავაცავ. სად მიდის ტრაქში შეძურა უკვე რა მნიშვნელობაა. ხვრელში დაინახა და რაც ქვია ნაგვის გადამოაფრიალოს. დამა გააჩინოს. მეტრიანი ღობე გაქვს. შეჩემა სანაგვე გაქვს 50 მეტრიანი მთები და მეტრიანი ღობე გაქვს, საიდან პარკი რო გადმოვა, მაგრამ მესმის. მე მგონი ადამიანს დაგდებულს. პარკში შეფუთული რო ხდება ნაგავი, აი ხის გაკვანძული როა? გაკვანძადრო. შე დედა მიკვანძულო, რო გაკვანძე ისა. აიღე, შეჩემა და აი სუფთა არის, ანუ პროსტო აი ეს უნდა გააკეთოს და ეგ რო ხდება ანუ მოაგროვა, სადღაც ქართველმა გაჭრა, მოაგროვა. მე რაღაც დატოვე ბიჭო. მე ვერ ხვდები რა შეიძლება. და სანამ სხვა დაბინძურებაზე. ვინ ინდოელმა თუ მე? არა, ინდოელმა. მე. ჩვენ. დავყარე. ინდოელო რო დავინახო, შეჭემა ნაგავდა. არის? ეგრევე ადგილზე და გააგრძელე. ზღერეტა. ხო და აი ხომჭამეთი ხა აქა რა, მოვიპურმალე. და შევკარით და დავდეთ და ნაგავში აღარ. აბა ნათელა ავიღეთ, აბა მოვაგროვეთ ეს ნაგავი, გავკარით და დავდეთ. წავედით. ანუ განა ეგრე დავტოვეთ, მაინც და დავტოვეთ. ხო და აი ეგრე რო ვიქცევით, გვაქვს უფლება რომ ვიღაცის სივილიზაციაზე. არა, კორპუსთან უმიჯვავ. მე შეიძლება ჩემ ქვეყანაში ნაგავს ავყრი, მაგრამ ძალიან აქ უცხო ქვეყნის მოხალხე რო ხარ, შენ უყურე. ჩადი და მოუჯვი შენც. ხო და აი საუნდა მოუჯვი. კაიროში გახსოვს ტიპმა რა გააკეთა შეშება. თემა უნდა შევცვალოთ. აი თელი 15 წუთი 20 წუთია ვლაპარაკობთ. არ გინდათ, აი გახართ ქართველი, აი 15 წუთი მოგე ზე ლაპარაკო შენ ქვეყანაში შემოდიან εν რაოდენობით ისეთი მოქალაქეები რომლებიც არ გაწყობს რა და თავისუფალ სამყაროში თუ ცხოვრობ მაშინ იდი ნახვი გერმანიაში ვიპარავთ ეგეც მოსწონს მივხედოთ ქვეყანას მივხედოთ ქართველების ნუ ვიპარავთ რა მე მომიწია რომ გამემართლებინა ერთი ქალი რომელმაც მოპარა ჩემ თვალწინ და ქართველი იყო და რა წილი და არაფერი არ ვთქვი ეს არის პოდკასტის მონეტა შეგიძლია გასინჯო ხელით. так დაზუსტება არის ხო? ნამდვილი ოქროს მონეტა არის მართლა. არ არის ეთყო. რა არ არის? ნამდვილია მართლა. ნამდვილი ოქროს მონეტა. ხო, მაგის მოგების შანსი გაქვს. ძალიან მიზერული, მაგრამ ძალიან მიზერული. რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გააკეთო და ჯამში არა ერთხელ მარტო გათამაშებული ეს ოქროს მონეტა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ერთმა ადამიანმა მოიგო მარტო. რაც უფრო ზოგადი იქნება, ჯობია. აჩიგო შენ ვეხმარები. აი, მაგასაც გემია რაღაც. რაღაცა ეგეთი, უფრო უჭის ხომ იმას რა. გეხმარებ. აი. შენიანი ვარ, დამიჭი. სიტყვა უნდა ვიცოდეთ თოღონდ. კათარზისი. რა არის კათარზისი? ვიცი სამ. მაგარი ხუცური. მიღებულია, კაი სიტყვაა ძა, მიღებულია სიტყვა. ორამდეა თამაში. ეგეც დავაზუსტოთ. აი რაღაცა. რაღაცა იქნება ვიდ დაგვითვალეთ. აი დათვალე. უკვე? მიანიშნეთ? უწველი მოიფხანა და რაღაცა თქვეს და ეს ამას ეთამაშა. მიდი. 3 2 წავიდა. მოხუცი. რა გააკეთე? კვილები ჩამოიღე, რა გააკეთე? ულაში მოიწუწა. მითხარი. 1-0-ია, 2-მდეა. კიდე გაქვს შანსი. მე ვიცი რომ ყველანაირი სული წაგიხდა თამაშის, მაგრამ ერთამი უთხრათ ადამიანს როგორ მიანიშნეთ, რომ გაითვალისწინოს რაღაცაები რა. ახლა აი. დაკვრა არ შეუულია. ნაზრი. სი. მოხუცი. კაი, სიტყვას ვამბობ. მიდი. ჭორფლი. ნამდვილად კარგი სიტყვა. აი, უკვე სტორი ტაქტიკა, აი, აქტიური ჩარევა. ჩემო კარგი. იმენა რა. გაუჭირდა თაშკარად. ამას ნიკოსავით დაიწყო რა. რაღაცა მიანიშნა ხა მაგითი. ისე შენთვის დაერქათ ელენე. რა. ეგ არის, მაგით რა უნდა მიხდეს ახლა? კაი, გაიწელა ძამს. რა გაიწელა, ჩადრო. 3 მოიცა არა. უნდა თქვან რომ მზად ვართო. ეს როგორც იქსა, მახა შენზად ხარ. ფასქვია. რაცა მიანიშნა. ფოქს თქვა. ბლოკავ რამეს? შეგიძლია დაუბლოკო.
ბლოკავ რა ზნა ანუ, Fox ვუბლოკავ. და შო, მაგას ვეღარ იტყვიან. всё. კიდე რამეს ხარ დავაი. უბლოკავ. მარტივად. Fast. მოიც ერთსამ ბლოკავ რამე. Fox fast და ყას ბლოკავ. არა, ნახე რაღაცა იმანიშნა მართლა. Fox-ი დაბლოკავ. Fox-ი დაბლოკე? ხო. სხვა რაღაცა მიგანიშნა? თუ ეგ. არა, ეგ ეგ მიმანიშნა. იყო? ვა, აი, მარა კიდე მაქვს ერთი ვერსია, მიდი დათვალე. დავითვალო? რა ქნა? 3 2 წავიდა. ლოყა. პროსტა ისე გააკეთა ძმა. პროსტა ის გააკეთე? პროსტა ისე გააკეთა. აბა. რა ქნა? რა ქნა? არა, კონტროლკა იყო რა, გადააზღვია מחარამ რომ ხომ მაგას ვამბობთო. აუ, აღარ მინდა. სამწუხარო იყო. წააგე. აღარ გინდა წააგე. მოჯერანი კი არა და წეროები ვთამაშოთ. აი, წეროები არის ყველაზე უაზრო თამაში. მოგიგი. ჯეირანი. კაი, რამდენამდე? ერთამდე თუ არა? 3-მდე. ჯეირანი, 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 ჯეირანი. ორ ერთი. ჯეირანი, ჯეირანი. ჯეირანი, ჯეირანი. არა. მოგიგი. გველი გავაკეთე. აი ესე გავაკეთე. 2-1, 3-მდეა. სამი მოვიგე. წინ გამაზე. მე გავმაზე. გადაახვიეთ. აჩი. ხო. ესე თემები და რაღაცები რა, ანუ შეიძლება არ გჭირდება ესე ჩვენ, მაგრამ რამე აქტუალური თუ იყო. აი რაღაც შემოგვაშველე ხოლმე რა, ამ კვირაში რა იყო, ან წყალივით ჩაიარა, წყალივით ჩაიარა. კი, მოსაწყენი იყო, მაგრამ ძალიან კარგად ჩაიარა. არა, მოსაწყენი არ იყო. საათი და 15 წუთზე ვარ თუ დავაი. რამეს ვილაპარაკეთ? მარჩი წავიდე. არ მახსოვს, ბლარი იყო ეს ყველაფერი. მარჩი წავიდე. საათი 15 წუთიანი საუბრის შემდეგ რამეზე ვილაპარაკეთ? კითხვა. ვალიდური კითხვა ამ მაგრამ ვალიდურია. ჩვენი გადაცემა არ არის არაფერი. ინდოელებს რას შვებით, ანუ არიან აქა, კაია ჩვენ აუ ჩვენ გადაცემაში არ არის თემა და არ ვარ სერიოზული. კაია, მაგიტო მაგრამ გმარხართ კიდია. ყველას. რო წავედით თავიდან დავიწყეთ რაღაც თითქოს სერიოზული, მე ზღვაში როგორ ჯავდა ვიღაცა იმაზე ვილაპარაკეთ და. უი ძალიან ტრამვა არის. ხო, ანუ მაგიტოა საინტერესო ალბათ, რომ არანაირ წინასწარ დაწერილი თემა არ შენ გვაქვს. არ ემხრობი ინდოელების დიდი რაოდენობით შემოდი. აღარ შემოაბრუნო ეხა ეგ თემა, მაგრამ ინდუიზმი მიყვარს ძალიან. არა, ინდუიზმი გიყო. მაგრამ ეგეთ ანუ ისეთი ის აქვს რა, თავიანთი ლეველები რო აქვს იერარქიის და რაღაც ანუ თვითონ უბრუნდება. ვინც აქ არის შემოსული? საერთოდ აი ყალა დაამთავრე პოდკასტი. ინდოელებში იერარქია ზოგი მე-3 სართულზე შვება, ზოგი მე-6-ზე. ზოგი ზღვის დონეზე. არა, მარტო გაჭირებულ კაცს ყველას გაუმარჯოს. კი, ქართველებმა არ ვიცით გაჭირვება თუ რა? ქართველებსაც და ინდოელებსაც და პაკისტანელსაც, იმიტომ რომ გაჭირებული ადამიანია საშუალო წასული და შეიძლება რაღაცა გაუჭირს მესმის. და ცუდი ფული ამ დიდრებს არ გაუმარჯვა. პროსტა აი რაღაცა არ მომწონს რა, უფრო კარგად მივიღებდი ეგ ყველაფერი. აი წარმოიდგინე, რა კარგია როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის და შენზე კარგად იქცევა რა. ეგ არის ალბათ აი მის საბაძი მაგალითი რომ ნახე ძმაო, უცხო პატივისცემას გამოხატავს რა. ჩვენც თლად ისე არა ვართ ხოლმე სხვა ქვეყანაში. მე სხვადასხვა შენთან ერთად რო ვარ ხოლმე ევროპაში ძალიან მომწონს. ისეთი ამაყივა რომ ქართველი ვარ. რა მომიპარია? სულ არ ვანიშნებ ხოლმე ვიღაცებს რომ ამასთან ერთად არ ვარ თქო. მეტროში ისა ავტობუსში დაეკიდე აი მე შორს რომ დაეკიდე და ვინ აიწევაო და რაღაცებს რო ამბობდი, აი ძალიან მიხარია რომ ეგრე იქცევი ხოლმე. კიდე ყინული შემიხვიეთო ოფიციანტს მიმტანს რო ეუნებოდი ყინულს წავიღებო. შემიფუთე თუ აი სულ არ მწვენოდა და სულ არ მინდოდა რომ მე უთხარი გავეღადავე რომ ახარ მეთქი ის ყინულის ბარემ ეგრევე ეძახის ანუ ფილტრი არა აქვს ეგრევე ეს დაუკნია თითი აინე კოკა-კოლა რაღაც ეტყვი და ice can you rapid თუ რაღაცა 2-3 სიტყვა რაც ის მოაბობს თავს და არა საშინელება ინგლისური არიცი? ერთ კვირა შეგიძლია ისწავლო. აუ, всё, yes. so yes აი ხო ამდენი აღარ ვიციო რა გავაკეთო ფული მქონდეს დაჯექი ინგლისური ისწავლე ყველას დაგადგება. ხო, კიდე ისა, რავი, ამ პოდკასტის მომიყოლია თურქ მეშაურმეებს თუ იმებს რა უკნა გერმანიაში ბერლინში რო ჩავდეთ პირველი იმაზე. აუნდოდათ ისე მაგათ იქ აეროპორტთან, ეხა ხო ჩავალ, აეროპორტთან არის. აეროპორტთან არის. ეხა ხო ჩავალ, მაგათემ ვინო თურქები? ეხა მე დავუკრე ვიზბრე. არა, ანუ შეკვეთა გაიგეს არასწორად, იმიტომ რომ מחარას ძალიან წმინდა წყლის გერმანული აქ, აი ძველი რა, მე-17 საუკუნეში ლაპარაკობ. ჯოეთ ეს გერმანული. ხო და იგი არასწორი გაიგეს. და იქ ისეთი ამბავი ატეხა, რომ შემწუხა რა რაღაც პონჩი, რომ ამასთან ერთად ვიხავი, მაგრამ ეს იყო პირველი ჩასვლა და მე მეორე დღესაც შემწუხა. მე მესამე რაღაცებს ისეთ საკეთებდა, რომ და სხვათა შორის מחარას
ასევე, აი ეს რო ჩამოდიან და კარგად რო იქცევენ ხომ მოწონს, მაგრამ ბილეთი არ აუღია ავტობუსებში. აუ, არც მე არ ვიცი. თან უბილეთო იყო და თან ისე ეკით. აი, ხო შეიძლება უბილეთო გზავრი რო ხარ, ესე იყო რომ ვაიმე კონტროლიური. და გეჯარიმეს. არა, მე ბილეთიანი მე დამეჯარიმეს. ვერ დამაჯარიმებდნენ, მაგრამ ეს ერთი უნდა ვიხადო ფული და თან ეკიდა ამ რაღაცა ბოძებს. ამდენჯერაც ვიჯექი ის ტიპები ვიღაცებს დახვდა და შენი მენ. როგორ ამაყაც თქვენ ხო, ნეაპოლში ვიყავით ჩვენ ერთად და მახარ კიდე სადმე გვიწევს მე წასვლა რა. მარტში 3 მარტს ან 8 მარტს წავიდეთ სადმე 3 დღე პიცა ვჭამოთ და რომში ჩამოდით? აი რომში ჩავიდეთ. არა რომის ნეაპოლში. რომში ნაჭამი გაქვს? რომში ხარ? რომში ნეაპოლური? ეხლა შევჭამა. კალა, შენს თუ გინდა წამა ბარსელონაში გადავიდეთ საცხოვრებლად. აუ ჩივი. საცხოვრებლად და რომში და პოდკასტ ჩავწერთ ხოლმე იქიდან. შეჩემა იმენა ვასაკეთეთ ბიჭო. იქ გაგვიწევდა. აქ ჭირდებით, აქ. ბარსელონა ძალიან კაია, მაგრამ ერთი თვე გავწეს. ერთი ზაფხული. ჩვენ რო წავიდეთ შეჩემა ვიღაცებს სტაშფანდური ექნებათ აქა. ხო. და კიდევ ერთი ანუ საღიაზრის რუპორი აი პროსტ და მორჩა რა. ერთი თვე წავიდეთ, აი მოუწყდეს. საღიაზრის რუპორი. ერთი თვე და რა გაშაოდა აი და საღიაზრი მოდის ცოტა მაინც არ რაღაცაზე გაქილვა ხდება ხდები. იქითაც და აქეთაც. რა იქიდან მაგას კიდევ დავდეთ. ხარ და მანდ ხა თქვენ იქიდან აბა მიდით ეხლა დროზე ყველანი მეგობრებო შეხვალ უბრალოდ ბიჭო რას მიქნევ იქიდან ხელს ჩემი რა აქ ჩემი გამწევ მიდი რამე აფორიზმი დაამთავრე რა ჯერ სტომარი რო შევაფასოთ როგორი სტომარი იყო ჩვენ გვაქვს გადაცემის ბოლოსკენ სტომრის შეფასება ქულები מחარას ქულების წერა გაუთქბა და ერთ გადაცემაში და მამაილა თითან სუფთა მამაილა გამოსანსალებული არის ეს ნიშნავს აბნეული სახე ქონდა უცებ მამაილა ნიშნავს ეს სოფელში იციან ხომ ეს გამოთქვა რომ მამას ძალიან გავს მამაილა დედაილა მაშინ კაია ხო ხოდა დედაილა არ გამიგიანა არა როგორ არის ოჯახილა ბებიილა პაპიილა შემაფასეთ არ ვიცი მე ვერ შეგაფასე იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვერ ვისო მაგის უფლებას რომ შეგაფასო შენ ყოველ შემთხვევაში ვერ ვხდები რატო აი მაგის გამო არა შენ უკვე შეაფასე რომ აი ამ რაღაცა ბექგრაუნდის გამო ძალიან დიდი მოწიწება აი ხარ ეს დავждე რაღაცეთ შევა მე არ შემიძლია მაგრამ ცუდიან რა ცუდი ხო არ გამიკეთებია ხახმა იცის ეხა ეს შეფასება რასაც ნიშნავს კაი სტომარი იყავი ძალიან მართლა ობიექტურად მე შემილია ვთქვა ხო კალა შენ ერთი წუთი აჩი და მე მოგეცემა თქვენს რომ ძალიან კაი სტომარი იყავი თან მithumetes ერთი 10 წუთი ძალიან არ მესიამოვნებ იმას რო აყევი რაღაც იმაზე რა ქვია ჭია გავუხარ ძალიან მინდოდა წასვლა აქედან მაგრამ პატივი კეცი თორე ეს რო უკრავს მე გავდივარ ხოლმე თუ რა შემიძლია რა ხელოვნებას რო ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ მე ამას ვერ უყურებ ხოლმე ეს მაგრამ კაი ბოდიში ძალიან ორგანული ხარ ძალიან დიდი სიღრმე მოდის შენგან რო ლაპარაკობ მართლა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს მართლა ანუ ამ ქვეყანაშიც იქ არ ვიცი რა საკეთებ და როგორ აკეთებ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია აქაც და იმედია რომ იპოვო საკუთარ თავს დაბრუნდები და ჩვენგან გვერდში დგომა გარანტირებული გაქვს ეგ შემიძლია გითხრა. აჩიკოს უნდა და რაღაც. ხო, მე მინდა რომ ძალიან ორგანულად ჩადიკი. დაბრუნებას როგორ აპირებ? მახარ. აი, მესამე კლასშია მახარ, აი ახალი გადასული და აი შუტკა არა და მაგარი შუტკა ცოტა სარისკოდ დაიწყე მინდა გითხრა მახარა ნახუი ზერ გავუშვი მაგრამ გამოასწორე მაგის მერე თელი პოდკასტი ძალიან კარგი მართლა ძალიან კაი გამოვიდა საბოლოოდ მაგის მერე იდეალური იყო ფიზიკურად ისე ჩაიწერე უხერხულში ჩავარდა მახარა ხო და აი ბიჭო არა გაასწორა რა ორგანულად ჩადიკი ნახე ჩვენ არანაირი პრობლემა უბრალოდ ამ პოდკასტს ყავს ამ ნახვილი წელი ეს სხვა ნახვილი წელი არა ამ პოდკასტს ყავს ისეთი მაყურებელი რომელიც ტრისას კბილებით იცავს მახარას გრიგალია რა ანუ მართლა სოციალურ მეც ვარ თქვენი მაყურებელი მეც ვიცავ მე არ მიმიღია შეურაცხყოფად მეგობრებო ასე მახარ ეხლა განუ მარტო ხალხს რომ პირიქით არ წამოვიდეს ძალიან რაღაცნაირად მოვიდა ან ჯერ შემოვიდა ტუალეტიდან გამოვარდა ეს ეგ იყო ჩვენი პირველი შეხედვა. მე
შემიდა ჩარკვიანების ოჯახის შეხვედრა იყო ეგ რომ მე შემოვიდა და ჩარკვიანების ოჯახის არა ძირითადად מחარა გამოდის ხოლმე ტუალეტიდან მაგრამ გრია კარები და ხა ხელისველი არ გქონდა מחარა ცოტათი დააგვია დამიბანნიო ხო აუ ხოდა აი იყო და ეს რაღაც ეს შეგვიდა რაღაცა რა ასკი მან ტილო და ეს რა არის დავიწყეთო აგვიანებო და ვერ მივხვდი მან დააგვიანა და მე გადააფურთხა და კი ჩაკრების წამოდგენი თქვენ ხართ ხო და რა ზარხოს ჩავ ორჯერ მომითხრა აი ეს კარგი ჯიბგირი ვიღაცა მოიყვანეს კიდე და მე გაიგო რომ არა ცანცარში מחარას რო აყვება სტუმარი ყოველთვის ძალიან კარგი გადაცემა გამოდის ხო და ამან გეუბნები ტუალეტიდან გამოვარდა ფეხის გრები ვა და თაზე ტალის მე უთხარი რომ ხელი მაქვს ველი თქო და ესე გავუკეთე და მე მე გიქურდებ სალვამი თქო და შემეშინდა ანუ შემოდიხარ ტუალეტიდან სტუმარი გამოდის და თქვენ გორორდია აი ვისტოლეთში იყავ უკაც მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი ადამიანი იმედია შენს გაერთე რავი ანუ ძალიან გავერთე თავი რაღაც 1-2 სიტყვა რო გეთქვა ჩვენზეც არ იქნებოდა ცუდი კარგები ხარ ძალიან სასაცილოები ხართ კარგი ის არ ვიცი ეს ქიმია აქამდე თქონდა ანუ აქამდე მეგობრობდით ამის გარეთ მეგობრობთ თუ არა პირველად რო ქონდა სექსი მაგის ახლა როგორ იყო იცი თავიდან არ ქონდა და მე რო დაუკანავე מחარას მე გაგვეჩითა მოდი გავიცნოთ ზე მოდით და თქვენ ორივე სწორლები ყავთ მე არა შეხვშვილი ყავს ხო და მოდი გავიცნოთ ზე მოდით და იქ პაიმას გაგიჩარჯებ იმენა მაიასათი სადღაც ვერავინ დაიკავა მაიასათი რაშვებოდა რაშვებოდა მაი ხო პროფილია იყო პროფილი და წვილი არა ის ფორმატი ყველას აქვს საერთოდ თელ დედამიწას და ჩვენ რა დავაშავოთ არა აქ ქალბატონმა მაიამ დაიკავა თავის დროზე სანამ რეკს დავაჭერ გავთიშა უბრალოდ რეკის დაჭერით მინდა რომ წინა პოდკასტ შევიხო რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა რაც არსებობს რამდენი კომენტარი იყო ბიჭო და რა кай ყავდა מחარას პაპა აუა პაპა ბოდიში ამ შემთხვევაში პაპა რომელსაც მოკლედ 10000 ხო გადაცდა ის ლაიქები რომელიც ამ პოდკასტისთვის არის რეკორდი რა და ნახვები ეხა 120 და 125 მეტი ადის და კომენტარების რაოდენობა არ ვიცი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან თბილი იყო ქიშოსგან ძალიან დიდი მადლობა ყველას იმიტომ რომ გულები ვანახე ასე ზაგიხა ძალიან რაკეთა რომ გავიყვანე ხელი უკან კალებდა ის ნერვიულობდა რა და ძალიან ანუ იმენა საერთოდ ჩუქეთ ქიშვარდას კიდე რა დიდი მადლობა როგორ გებიხარ დღევანდელი ეპიზოდი კი ამით დასასრულს მივახლოვდა ჩვენ გემშვიდობით სადმე სიმღერაში გნახავთ რა მინდა რა მემღერება სად გინახია ჩემი სიმღერა არა მაქვს სალაპარაკო ხვა ვაკა კატ ფეხი წამოკადი